გამარჯობათ, ეს არის იმოძრავის პოდკასტი. მე ვარ სანდრო, ჩემთან ერთად არის ჯარჯი და დაჩი. და ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი დღეს სალომე ვაჩნაძე, რომელიც არის სტრუქტურის და ორგანიზაციის ფსიქოლოგი. ფსიქოლოგი. ანუ განათლებით ფსიქოლოგი. გამარჯობა სალომე, როგორ ხარ? გამარჯობა დაჩი, ჯარჯი და სანდრო. კარგად, შვენივრად, გადასარავად. მე ვარ პროფესიით ფსიქოლოგი, შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგი. და ძირითად შემთხვევაში ვმუშაობ ორგანიზაციებში, სადაც, ალბათ გეცოდნებათ HR-ი, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით და სწავლებაში და განვითარებაში. სწავლება და განვითარება და ჩვენ მგონია რომ რაღაც ახლოს ვართ, ხო? სწავლება არ ვიცი რამდენი, მაგრამ რა ვიცი, ცოტა ეგეც არის მე მგონი. სწავლება და განვითარება არის ტრენინგები, ლექციები, სტუდენტებს ვასწავლე კიდე კარიერის კონსულტირებას, რა, ბევრი საინტერესო პროფესიული მიმართულებები მაქვს, მაგრამ ყველაზე მარტივად ვარ ფსიქოლოგი. შვენი. მაგარი პროფესია. სწავლება იმიტომ თქვი, რომ მწვრთნელები ასწირდებიან უსწავლელ ადამიანებთან და რაღაცა. არა, თქვენ ასწავლით. არა, თქვენ ასწავლით. კი, არა, რეალურად ეგრე არის. ვასწავლით და მაგას ვილაპარაკებთ კიდე ბევრ ამას რაც ვაკეთებთ სწავლის გარდა. მე მგონია რომ ხანდახან ჩვენი პოზიცია დარბაზში, ხანდახან რაღაც ფსიქოლოგები, ანუ რო გიყვებიან თავის ისტორიებს, რაღაცა შენი აზრი რო აინტერესებს ჩვენ რაღაც. და სალომე როგორი ადამიანი ვარ, იცი, ანუ ვიტენები და ენერგიით ვისებ, როცა მარტო ვარ. და ინტროვერტი? არ ვიცი, ინტროვერტი თქვია ხო? და წარმოიდგინე ახლა როცა ბევრი ხალხი მყავს და მეტესობა ისეთი ტიპია, რომელიც ძალიან ბევრს ლაპარაკობს და გიყვება ყველაფერს და ეს რამდენი რთულია ჩემთვის რა თან ახლა ხო სახეზე ხო გეტყობა ახლა რომ ახლა უსმენ თუ არ უსმენ რა ახლა ისეთ სახეს ხო ვერ მიიღებ რომ რაღაცა ისიც უზრდელობაა რომ აი სულ რაღაც ვარჯიშზე მიუთითო და უთხრა რომ აი მოდი ახლა ეს გააკეთე და რაღაც მელაპარაკები ეგ არ გამოდის რა პირიქით რა იმას იმიტომ მოსწორდება ჩემთან ყოფნა რომ თან უსმენ და თან რაღაცა თან ადამიანის უსწორდები ასე მარტო ვარჯიშისთვის არ მოდის ჩემთან რა ამ ძალიან დიდი ნაწილი არის ჩვენი საქმის რეალურად ეგ რა ყველას ქონია ჩვენ შემთხვევა ქონია როცა ისეთ რაღაცას გვიყვებიან რომ შეიძლება აი რაღაცა მომენტში ვარჯიში გააჩერო და მოусმინო დიდი ხანი იმიტომ რომ რაღაცას დაცლა რომ უნდა აძლევ მაგის საშუალებას რომ დაიცალოს რა კი და ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ეგ ძალიან ბევრი ყოფილა რომ საერთოდ აი რაღაცა პროგრამა ხომ მქონია იმ დღეს რაღაცები უნდა გამიკეთებინა, მაგრამ არაფერი არ გამიკეთებია იმ პროგრამიდან, მარტო გაწელები, რაღაც გაწევა მაინც უფრო მოდუნებასთან ასოცირდება, დიდი კონცენტრაცია ესე არ ჭირდება, მარტო ეგ გამიკეთებია რომ რაღაცა მოდუნებულიყო ის ადამიანი და დამშვიდებული წასულიყო. და პირველი კითხვა ზოგადად რო ვილაპარაკოთ, რა გავლენა აქვს ამ ფიზიკურ აქტივობას, ჰაიკინგი იქნება, ველოსიპედისტი იქნება, ვარჯიში იქნება ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე, მით უმეტეს ახლა დღეს როცა ისეთ გარემოში ვცხოვრობ, სადაც ამდენი ინფორმაცია შემოდის უცბად, სტრესული გარემოა მოკლედ რო ვთქვათ რაღაცა. კაი, შეიძლება სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებ, პატარა კომენტარი გავაკეთო. აი მაგალითად ფსიქოლოგია ითვლება, რომ არის მხარდამჭერი პროფესია. ხო ძალიან გასაგებია, ხო რომ მხარდამჭერი პროფესია. თქვენით ცოტა მხარდამჭერი პროფესია, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ხდებით აი ამ პროცესში მხარდამჭერები ზრუნავთ იმაზე რომ ისწავლონ სხეულთან ურთიერთობაც, მაგითო თქვი სწავლის მომენტი და თან რაღაცნაირი პარტნიორი ხარ, რომ მან შეძლოს თავის მიზნის მიღწევა, ხო? ანუ ძალიან მე მგონი კაი პარალელია. ეს კომენტარი. ეხა კითხვას რა. ზოგადად ადამიანი არის ერთი დიდი მთლიანობა. შესაბამისად, მას აქვს მისი კეთილდღეობისთვის, მისი კარგად ყოფნისთვის მარტივად რომ ვთქვათ, საჭირო არა მხოლოდ ემოციური კეთილდღეობა, სულიერი სოციალური, იმიტომ რომ სოციალური არსებები ვართ და ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ჯიმში, ძალიან მნიშვნელოვანია იქ რომ ერთმანეთს ხედავთ, ერთმანეთს ვამხნევებთ. ხო, გარემო ეს ყველა კომპონენტი ქმნის მთლიანობას. თუ ჩვენ გვინდა რომ ადამიანი მთლიანობაში იყოს, უფრო კარგად ეს სხვადასხვა ასპექტები უნდა იყოს თვალისწინებული. იმიტომ რომ ის დამოკიდებულება, როდესაც ჩვენ გვჯერა, რომ აი თუ მაგალითად
საკუთარ ემოციებზე ვიზრუნებთ, კარგად ვიქნებით ჯამში, ხო? ანუ ეგრე მარტივად არ არის, ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენ ემოციებზეც, ჩვენ ფიზიკურ მდგომარეობაზეც, ჩვენ სულიერ მდგომარეობაზეც, სოციალურ მდგომარეობაზე, მაგალითად ჯანსაღი ურთიერთობები, ჯანსაღი სხეული, ჯანსაღი სული, ჯანსაღი, ანუ ყველაფერი თითქოს სიჯანსაღე, ანუ ასოცირდება პირველ მომენტში ალბათ მაინც ასოცირდება ფიზიკურ სიჯანსაღესთან, არა? ჩემთვის? არა, ის ზოგადად, აი რომ წარმოიდგინეთ სიჯანსაღე ახლოს არ, ჯანმრთელობა, კი. ხო, რა ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. ხო, გადასარევინად თქვამია. და მაგიტომაც ეხმარება, მაგით არის მნიშვნელოვანი, რომ თუნდაც, როდესაც ადამიანი ფიზიკურად მოძრაობს და ნუ ადამიანი ყველა ვარიანტში მოძრაობისთვის არის შექმნილი. მაგალითად მე მჯერა, რომ ჩვენი სხეული არის ჩვენი სახლი, ხო, სულის სახლი, ფიზიკური სახლი, რომელიც თან გამოძრაობს და ტრანსპორტივით არის რა, რომ თუ გინდა რომ შენ ანუ შენ მიზნებს მიაღწიო, შენ რაღაცა იდეები, გეგმები გაქვს, ანუ შენ გჭირდება ჯანსაღი სხეული, რომელიც კარგად გამოძრაობს. და თან ის განცდა, რომ მაგალითად მე ძალიან მეხმარება მოძრაობა, ანუ შეიძლება ვარჯიში არ არის ისეთი ჩემი, მაგრამ ფეხით მოძრაობა არის ჩემთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტისტრესორი. ყოფილი მომენტი ჩემ ცხოვრებაში და ალბათ ყოველს ცხოვრებაში, რომ აი ცუდად ხარ, ძალიან ცუდად ხარ და რა შეიძლება გააკეთო. ჩემთვის არის პირველი მოქმედება, რომ რა, წავიდე რაღაცა არ ვიცი, წამოვწვე, დავისვენო, ვიღაცას ველაპარაკო, ანუ ეგეც შეიძლება იყოს რაღაც მომენტში, მაგრამ აი ყველაზე სწრაფად და ეფექტურად რაც მუშაობს, არის სეირნობა. ცოტა სწრაფი ნაბიჯით. მაგრამ მაგ დროს ფიქრები რაღაცნაირად სხვანაირად არ ვიცი, არც ვაგდება თითქოს საერთოდ მიდის. მაგრამ ამ ფიზიკურ დატვირთვასაც აქვს ხო რაღაც პირდაპირი, ისე რა ქვია, პირდაპირი მენტალური ცვლილებაც მოაქვს. რა თქმა უნდა, ანუ რა ვიცი, ყველანაირ დონეზე, ანუ ფსიქოსომატური რო წარმოიდგინოთ, ეგეთი ტერმინი არსებობს რა, ანუ ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური, რომელიც ერთმანეთთან კავშირში არის რა, აი მაგალითად ამბობენ, რომ შესაძაც ადამიანს რაიმე ქრონიკული დაავადება აქვს, ხო, ძალიან ეხმარება ემოციური ფიქრების ბალანსი იმისთვის, რომ უფრო მეტი ძალა ქონდეს, რომ თავის ჯანმრთელობაზე იზრუნოს და პირიქით. ანუ ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ანუ რეალურად აღარავინ აღარ განიხილავს სხეულს და ფსიქიკას, გონებას, ემოციებს, ანუ ცალ-ცალკე არავინ აღარ განიხილავს, რომ ერთი მთლიანობაა. უბრალოდ მანდ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ანუ შინაგანად ბიოლოგიურად ძალიან ბევრი რაღაცები იცვლება. და მაგალითად ემოციურად უფრო კარგად გრძნობ თავს და ის შფოთვა რაც არის ან ემოციური არასტაბილურობის განცდა ის რეალურად უფრო სიმშვიდისკენ მიდის. მას ჩვენი მესიჯიც ეგ არ არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში რომ კი არ მოუწოდებთ ხოლმე ადამიანებს რომ აუცილებლად დარბაზში მოდით და ივარჯეთ მოუწოდოთ რომ უბრალოდ იმოძრავონ იქნება როგორც დაჩი თქვა ჰაიკი, ცურვა, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა. ყველას თავისი ჯერა და უნდა მოძებნო. ზუსტად ეგრეა. თავრაკ სიამოვნებდეს ფიზიკური აქტივობა რომელსაც აკეთებს. საინტერესო რა არის სელმე მე ხა თქვა რომ მე როცა ცუდ ხასიათზე ვარ რომ ამას ცუდი ხდება სიარულს ვიწყებო და ამაში ვხედავ რაღაცა გამოსავალს. ადამიანები არიან რომლებიც თქვა ტკბილს ჭამენ ბევრს. ან რაღაც უფრო ცუდ წყალებში რაღაცებს ეგეც არ ეგ არ ჩამოვთვალე ძალიან არ დასაწყისს ძალიან არ გავაფრთხილე ანუ ეგ ხო რაღაცა ანუ შენ ანუ მე მაგალითად მართლა ვარჯიში ძალიან მშველის მაგრამ ეს იმის ბრალია რომ მე შეიძლება წლებია ვარჯიშობ და შენ უკვე ანუ შენი ნაწილია შენ იცი მე მგონი ანუ შენი გამოსავალი გაქვს და იცი რომ ეგ შველის ვინც ვარჯიშობს ხო და მავნე რაღაცები პრიორიტეტი უპირატესობასაც მაგას ვანიჭებ ხო კი მაგრამ ნახე შენ ხო რაღაც მომენტში მანდ მიხვედი და ეს აღმოაჩინე. ანუ მაგიტომ იპოვო შენი, თუნდაც აი ნუ რა ვიცი სტრესის მართვის ამბავში რა სტრესთან დამეგობრება რატომ არის აქტუალური ადრე იყო რომ სტრესი უნდა დაამარცხო და სტრესის დემონიზება ხდება და სტრესის აშენება. მე მიხვდნენ რომ ანუ სტრესი არსებობს, უბრალოდ სტრესთან რაღაცნაირად უნდა დამეგობრდე რა, ანუ ცოტა ისე სიმბოლურად. რაც ნიშნავს იმას რომ უნდა იპოვო შენი გზები, რომელიც პირიქით გიკეთებს, ანუ აქეთა მხარეს აბალანსებს თავსებს, ანუ სიამოვნების განცდას გაძლევს რაღაც ახალ აღმოჩენებს, ახალ ინტერესებს გიჩენს, რომელიც ჩვენთვის ანუ დადებითი ემოციების გამაძლიერებელია და დადებითი ემოციები რო იმატებს, ცხადია ის მერე უფრო მცირდება. მე რა მაინტერესებს, წაკითხული მაქვს როგორი რაღაც ის სტრესზე რომ გააჩნია სტრესს როგორ შევხედავთო. ანუ თუ შევხედავთო სტრესს როგორც აი ისეთ ადამიანს როგორც პირიქით მიშვება კეტავს და სუდად ხდის და რაღაცა მაშინ მაგაზე გავლენას უნდა მოველოდო სტრესისგან, მაგრამ არის ადამიანები აი ვისაც არ ეშინია კი არა ვისაც მოტივატორი არის სტრესიო და ამის მაგალითი იყო ამერიკელი ჯარისკაცები. აი ნეივისილს რო ეძახიან რა.
რო შეეკითხენ და ნერვის სტრესი რა არა სტრესზე თქვეს რომ აი სტრესზე ამის გადალახვა არისო ის საჭირო რაღაც ენერგიას გვაძლევსო რა არის ესე სტრეს როგორ შევხედავთ ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა და პირველი მარტივი დაკვირვება რო პირდაპირ ამოვიღოთ როგორც შედეგი არის რომ გაშია როგორ აღიქვამ თუ გეშინია და თუ ფიქრობ რომ საზიანო ის შენზე მოქმედებს ძალიან ცუდად მაგრამ შენ თუ ფიქრობ და მაგით არის ანუ დამოკიდებულების შეცვლა, ანუ სტრესის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა და გადაფასება იმ იდეის, რომ ის კლავს, იმიტომ რომ შენ თუ ჩათვლი, რომ ის κλავს, ანუ მართლა პირდაპირ მნიშვნელობით არსებობს კვლევები, რომელიც აჩვენებს, რომ ანგრევს სისხლის ფორმულიდან დაწყებული ელემენტარული საკითხია ძალიან მომეხმარა მაგ იდეის გადაფასებაში, იმიტომ რომ გავიგე რომ შეიძლება მომცეს ამან ენერგია, აი ეგრე შევხედე და პირიქით სტრესი რო განვიჩარდე, რაღაც გადავლახო, დამშვიდე სტრესში. შენ უფრო სწავლებადია ყველა. სწავლება კი არა, აი გავიაზრე უფრო რომ ესე იგი ჩემი შეხედულება როგორ ფიქრობ რაღაცაზე ძალიან დიდ როლს თამაშობს იმაზე თუ რამხელა ზეგავლენა აქვს იმას ჩემზე რა. თორე როცა სტრესი გსვამp ეს ქმედება შენიდან გამომდინარე ხო ავტომატურია რაღაცა მხრივ. ხო. შენ არ შეგიძლია რომ გაჩერდე და თქვა რომ ყოველთვის რომ ეხა მე სტრესში ვარ და ეს მე ხა ენერგია უნდა მომცეს და ხო ხვდები რა. თუმცა ეგეც ტექნიკაა ერთ-ერთი რა, ანუ მაგალითად შენი თავის განცდა, ანუ რომ განიცადო ეხა სათხარ რას გრძნობ, ანუ მაგალითად ყველაზე კეთილი და ყველაზე ჯანმრთელი კითხვა რომელიც რო გავიწყდება რომ ჩვენ თავს დავსვათ არის როგორ ხარ? და აი მაგალითად როგორ ხარ? აი რამდენჯერ გაჩერებულ ხარ, აი რაღაც ჩაურყრივ დღეს და გიკითხავს რომ დაჩი როგორ ხარ? კარგად ხარ? არც ერთხელ. ხო, რავი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ რა გაკლია იმისთვის რომ იყო კარგად და შეიძლება უცებ მიხვდა რომ რაღაცები არსებობს, ეს უბრალოდ არ აკეთებ. გააკეთებ. მე მყავს მაგალითად ძალიან ახლოს არის მაგ თემასთან. მე მყავს ერთი მეგობარი, ნუ ჯგუფში არის ერთი მეგობარი, ვინც მაგალითად ხა თქვენგან უფრო შორს არის ეს თემა, მაგრამ ნაბახუსევზე, ანუ აი ეგრეთ წოდებულ პახმელიაზე დგება და ანუ ისეთ ენერგიაზე არის და პირიქით ყველა ანუ ამ სტრესს უმკლავდება, პირიქით იყენებს არა, ანუ გამოსავალი ეგ არის მაგისი, რომ ანუ დადის იქით აქ, ანუ პირიქით რა, უმკლავდება სავით. არ იმყავს მეგობრები, ვინც ანუ არა, ნაბახუს უნდა წამოუწვე და всё, ანუ შედის მდგომარეობაში. ხო, გენეტიკური ფაქტორებიც არ არის, მანდ ეხა თუ მამა ჩემი ძალიან მიდრეკილი იყო. ხო, ანუ ეგ ცოტა კიდე სხვა თემები არის და ნაკლებად არის ჩემი კომპეტენცია, უფრო ალბათ კლინიკური ფსიქოლოგიის, მაგრამ ნუ ესე ზოგადად რო წარმოვიდგინოთ და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ არის რაღაცები, რასაც ვერ ვცვლით. იქ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება. ეგ არის, ნუ ხო, აი დამოკიდებულება როგორ მიუდგე მაგაზე ალგორითმი. ის ის რა სტრესი თუ ფიქრობთ, რომ ცუდია და დამანგრეველია ჩვენი გონება, აი როგორ არის ხო? გონება, ემოციები და ქცევა, ეხა ქცევა, ხო? შესაბამისად, მე თუ ფიქრებში გადავამუშავებ იმ იდეას და ვიტყვი, რომ იცი რა, სტრესი ყველას გვაქვს, მთელი ცხოვრება, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ზომით, სხვადასხვანაირად მოქმედებს, მე ვიპოვი ჩემ ენერგიის წყაროებს რა. ანუ აი ენერგიის რეკრეაცია როგორ ხდება ხო, რომ რაღაცაში მიდის ენერგია იხარჯება და მე სადღაც იღებ ენერგიას და მე ამით ივსება უბრალოდ. თუ იტყვი რომ საშინელება ძალიან საშიშია და დამანგრეველია, აუცილებლად დაგანგრევს. იცი რა არის ხო სტრესი რეალურად ხანდახან შეიძლება გსიამოვნებდეს ხო, მაგალითად რო არ გსიამოვნებდეს ხანდახან სტრესი, მაგალითად საშინელებათა ფილმები, ამერიკული გორკები, რაღაცა დონის სტრესი ხო არის და ძაფი შეგრძნება ხო. ხო და კიდე იმაზე მინდოდა მე თქვა აი როგორ ხარზე რო თქვი. მაგალითად კიდე მე მქონა ეგეთი რაღაც რომ შეიძლება როგორ ხარს ჩემ თავს არ ვეკითხებოდი, მაგრამ როგორ რაღაც ვაკეთებდი, იცი რომ ცოტა ის მახასიათებდა ადრე უფრო ფეთქებადი ხასიათი. და რაღაცა შეიძლება უფრო გავღიზიანებინე და მაგ შემთხვევაში იმას ვამბობდი, რომ იმ მომენტში რას გრძნობ. აი მაგაზე ფიქრი ძალიან მეხმარებოდა, რომ ეხ გაღიზიანებული რატოა, რას გრძნობ. და რაღაცნაირად აი ეს რომ აი იმის გამო აი ეგ ძალიან ისეთი იყო. მაგრამ ყველაფერი პოდკასტი მეხმარებოდა, პოდკასტს უსმენდი, იქ ვღებულობდი ინფორმაციას და მე ვცდილობდი გადმომეტანო. ხო, მაგით არის ალბათ ფსიქოლოგია ძალიან საყოველთაო რა და ანუ ყოველთვის ფსიქოლოგია არ უნდა იყოს ძალიან შორეული, ძალიან ჩვენია, ყოველდღიურია და როგორ ხარ შენ თავს ეკითხები, იწყებ ფიქრს, რას გრძნობ, სად გრძნობ, როგორ გრძნობ, ის სხვადასხვა ტექნიკები თუნდაც ამის დასაბალანსებლად გვეხმარება. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ცურვა, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს სხვა აქტივობა. მანდ ნუ ერთი მთავარი კითხვა არის, რომ აი ნუ ყველას აქვს ხო რაღაც ეგეთი თავისი. და რატო ვერ პოულობს, ან რატო ვერ ინარჩუნებს, ან რატო ვერ იღებს ისეთ სიამოვნებას, როგორც თქვენ იღებთ ხო ამ პროცესში. მოტივაცია, ანუ ხო. ანუ სად არის?
ნუ რა არის? მოკლედ მარტივად რო ვთქვათ, ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა შეიძლება იყოს ბევრად უფრო ჯანმრთელი და ისეთი კარგი არჩევანი, ვიდრე მაგალითად რაღაც სხვა მავნე რაღაცების, შეგვიძლია ეს სტრესი როგორ ვთქვათ, მოვიშოროთ კი არა და დაუძლიო. მართოდ? ხო რა. ვიპოვოთ ჩვენი გამოსავალი. შეხო თქვი გამოსავალი. ძალიან კაი სიტუაცია. ვიპოვოთ ჩემი რაღაცა ქცევა, ჩემი ჩვევა, ჩემი რიტუალი. ისი თქმა მინდა, იცი ბოდიში, შენ რო ეგ იცი და მაგალითად სტრესში თუ ხარ და შეგიძლია გააკეთო და უკეთესად გცნობ თავს შენს მაგალითად მაგალითი ის როცა ცოტა რაღაც ფიქრებში ხარ, გადიხარ მოძრავ. ვინც არ იცის ეს, შეუძლია რომ მაგალითად დაიწყოს ვარჯიში და მაგით რაღაც გაუმკლავდეს ამ ეგ ახშეს ვერ ხვდება ადამიანი, რაც სულადაა და ფსიქოლოგი ან ვინმე ეუბნება, რომ აი ბუნებაში იარიან. მგონია რომ ვერ ხვდება რამდენად კარგია ეს ყველაფერი და აქედან სარგებელს რომ ნახავს რა მგონია რომ ძალიან ისე უყურებს რა არ უცდია და ეხლა რა ასე ეუბნება უნდა მიშველოს ეგრევე ხო წამალი უნდა ან რაღაცა ისეთი ძალიან ურბანიზაციის მაგრამ ადამიანები დაიძრნენ ამ ბუნებიდან დასახლდნენ დაიწყეს შენება ჩვენ ბუნებრივ მდგომარეობასთან ყველა ვარიანტი დაბრუნება აუცილებლად ნიშნავს უკეთესად ყოფნას კარგად ყოფნას მარტივად ეგ არ არის ბუნებასთან დაბრუნება არა არის რა თქმა უნდა რადგან ეხა ვზივარ და ჩვენი სხეული რეალურად მე ესეთ წარმოდგენა რომ ჩვენი სხეული არ არის მაგისტვის რო არ მთელი დღე ვიჯდეთ რაღაცა ფიზიკური დატვირთვა გჭირდება ჩვენი საუკუნე არის ალბათ ერთადერთი უნიკალური საუკუნე არის სადაც მოხდა რომ შეგიძლია იჯდე და შიმშილით არ მოკვდები პროფესიები არის უკვე ზიხარ და ისიხარ ეს ძალიან უცნაური არის ალბათ ჩვენი ორგანიზმისთვის იმიტომ რომ სამოძრაოდ შექმნილი სალონი ხო თქვა მანქანა არის რომელსაც უნდა გვატაროს და სათვალე ვაყენოთ პარკირება და იქიდან არა ძალიან ის არის ხა პროფესიების ეგრე არის რა რომ პროფესიების ევოლუცია იქამდე მიდის რომ უმოძრაობის მოძრაობა ნაკლებად გჭირდება რა ალბათ ტექნოლოგიური ცვლილებებით მაგას ხელს უწყობს და ზოგადად დაუბრუნდეთ საწყისად კაცობრიობა ძალიან განვითარდა და ჩვენი სხეული რეალურად დარჩა და ამ გარემოს მაინდა-მაინც კარგად ცოტა რასაც მინდა იცი რომ შევეხოთ რომ ძალიან ცოტა ხანი არის ეს შედავის არის ძალიან ცოტა ხანი არის რაც ეს ფსიქოლოგიის კულტურა გაჩნდა ჩვენთან აი ძალიან ცოტა ხანი არის იმიტომ რომ ვის უნდა ვკითხო ახლა მამაჩემი არ არის დიდი 50 წლის არის მაგრამ რაღაცა შეიძლება რაღაც შემთხვევაში რომ უთხრა რომ აი ფსიქოლოგი შეიძლება დამჭირდეს მე ამ გაგიჟა რაღაც ეგეთი რაღაც და ბევრს აქვს ეგის რა რაღაცა ის და მიხარია რომ უკვე აღარ არის თითქოს ეგრე რა მაგას ასევე ტრენდულია ვარჯიში მინდა მე მოგიბრუნოთ ეს პროფესიულად მაგრამ ხო კარგი არის ძალიან კარგი ისე მიხარია რომ ვარჯიში ტრენდულია რომ რავი ჯობია რომ ვარჯიში იყოს ტრენდული ვიდრე მაგალითად ჯანსაღი ცხოვრების წესი რომ იყოს ტრენდული ბევრად სასარგებლოა ყველასთვის საზოგადოებისთვის ვიდრე რა ვიცი რომ ტრენდული იყოს ჯდომა კითხვა რა იყო არა მოდი ახლა ნელ-ნელა დავიწყოთ იქიდან გადავმოწმოთ მოტივაციისკენ იმიტომ რომ ალბათ მსმენელს აინტერესებს ძალიან აი რა არის ეს მოტივაცია რა ის არის რატო ვერ ვარჯიშობ ხო ხვდები როგორ რა არის ეგ კიდე ცალკე თემაა ზაფხულში რატო ვარჯიშობს ბევრი დილით რომ ზიანացებს რატო ვარჯიშობს მე მიყვარს ხომ იმიტომ რომ ჩემ მოსწავლემ თუ პერსონალურმა მითხრა რომ აი მზე რო არის ადულად მოვდივარ და რო წემს აი არაო და სად არის ეგ არის ამინძია მოტივაცია ან მზე გვაძლევს მოტივაციას ან დისციპლინა რა კავშირშია კიდე ყველაფერთან მოტივაციასთან ხო ძალიან ახლოს არის ერთმანეთში ხანდახან მოტივირებული ხარ ხანდახან მოტივირებული რო არ ხარ რაც ახსენა ეს უკვე დისციპლინა ხო აი არ ვიცი ალბათ უნდა დავიწყო ზოგადად ყველაფერში აი ყველაზე ფუნდამენტური თეორიები რაც არსებობს ხოლმე როგორც წესი არის ხოლმე ძირითადად მივდივართ მეც მოტივაციამდე როცა ვსაუბრობთ ცვლილებებზე ორგანიზაციულ პერსონალურ ცხოვრებისეულ არაცხოვრებისეულ ხო რაღაც კარიერულ ყველგან მაინც ცვლილებების რაღაც ქვემოთ იმალება მოტივაცია ოღონდ მოტივაცია ყველასთვის რაღაცნაირად არის მაინც აი მიზანი და მიზანი დაისახა რაც აუცილებლად მნიშვნელოვანია და საერთოდ ვერ ვხვდები როგორ შეიძლება რაღაც ცვლილებების დაგეგმვა დაიწყო ისე რომ მიზანი არ გქონდეს რომელიც
თან არ უნდა იყოს თან გრანდიოზული და უნდა იყოს შენთან შესაბამისი ოპტიმალური შენი თვით შეფასების და შესაძლებლობების და თან უნდა იყოს ისეთი რომელიც რაღაცას გაძლევს რა იმიტომ რომ მაგალითად мотиваცია მიზანზე თუ გავჩერდებით არის რომ არის input outcome ანუ რასაც ჩადებ რა ენერგიას ძალისხმევასაც მე ის შესაბამისი შედეგი უნდა მიიღო. და ამის ზომოში არის ჩვენი ტვინი მუდმივად, რომ აი მე ესე დავიხარჯე და სად არის შედეგი, ხო? ანუ მაგალითად როცა შენ რაღაცა მიზანი გაქვს და დაიხარჯები და ძალიან ბევრ შრომობ და ფიქრობ რომ კვირაში 3-ჯერ ვარჯიშობ, მანამდე არ ვარჯიშობდი, ძალიან სწრაფად გინდა რომ რა მოხდეს. ეს აისახოს შენ სხეულზე. და ეს არ ხდება, ხო, მაგალითად. ანუ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ სხვა შედეგებიც დაინახო. და ამაში გვეხმარებიან სხვა ადამიანები როგორც წესი, რომ მაგალითად უკეთესად გძინავს, უკეთესად, არ ვიცი, სუნთქავ, არ ვიცი, ბევრი რაღაცები იცვლება, ხო, მოძრაობასთან ერთად. мотиваციაში მნიშვნელოვანია როგორც წვლილის და შედეგის ამბავი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიაზროთ, რომ მიზანი ხო დავისახეთ, მაგრამ ამ მიზანში შეიძლება იყოს ძალიან გარეგნული რაღაცა რა, აი გარეთ რაც არის. ანუ შინაგანი კი არა, გარეთ რაც არის, რომ აი მინდა რომ მაგალითად დავიკლო 10 კილო. ძირითადად ეგ არის ხომ და ეს 10 კილო რომ მაგალითად აი რაღაც არ ვიცი მოვწონდა სხვას არ უჩება მაგას ან მოვწონდა საკუთარ თავს მაგრამ ნუ არ არის საკმარისი როგორც წესი ძალიან შინაგანი უნდა იპოვო რაღაც კონკრეტული მიზეზი რომელიც ამ мотиваციას ან ეს мотиваცია რეალურად ანუ მუდმივი არ არის თან ანუ სულ ჭირდება ბუსტინგი, ანუ სულ ჭირდება დახმარება, რომ აი ვარა მაგარი, ეხა ეს გავგდე, ეხა ეს აუ რა კაია, რა ყოჩა ხარ, რა მაგარი ხარ. ანუ შესაბამისად რაღაცა მიზანი რო გაქვს, პირველი უნდა იპოვო იქ შენი იდენტობის ნაწილი, რომ აი მე სალომეს რატო მინდა რომ ვიყო, მინდა ძალიან 4 კილოთი ნაკლები. აი რატო მინდა რომ ვიყო 4, აი რატო არის 4 კილო ესეთი მნიშვნელოვანი ჩემთვის. და უნდა ვიპოვო რაღაც კონკრეტულად ისეთი, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანი იდეაა და ღირებული მართლა, რომ აი რო ვამბობ რომ უკეთესად გამოვიყურებო და არ მყოფნის, ფაქტია რომ არ მყოფნის. თუ ამ შინაგან რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იდეას იპოვი, რომ აი არ ვიცი რა შეიძლება მაგალითად იყოს, რომ აი განცდა, აი რაღაცნაირად შეგრძნებებთან და განცდებთან უნდა მიგიყვანოს. ამან რომ აი როცა ვარ ესეთი დახწერა მოდის, მაშინ თავს ვგრძნობ ესე და ესე და მაგ შემთხვევაში ცხოვრება უფრო სასიამოვნოა, უფრო ლაღი ვარ, უფრო კარგად მამოძრავებს ეს ჩემი სხეული, ცეკვა უფრო თავისუფლად. მე მაგალითად აი ყველაზე რთული აღმოჩენა რაც მქონია, რომ ცეკვა ძალიან მომწონს და ცეკვის დროს აღმომიჩენია, რომ თავისუფლების განცდა არ მაქვს. იმიტომ რომ ვფიქრობ, აი რაღაც მომენტში სადღაც რაღაც სხვანაირად ხარ ჩანს. და ეს არის ისეთი საშინელი მომენტი, რომ ანუ აი რატო უნდა გქონდეს ადამიანს ეს მომენტი ყველაზე სასიამოვნო დროს, როცა ცეკვავ და როცა თავისუფლად უნდა იყოს სხეული და მოძრაობდეს და შენ ამ დროს ფიქრობ, რომ აი რაღაცა ეს ფიქრები არ მინდა არ შემჭირდება. მაგრამ ეს ფიქრები მაინც გარეთ არის რა და შიგნით მე მჭირდება სიმშვიდის, სილაღის განცდა, რომ ჩემს სხეულში თავს ვგრძნობ და კომფორტულად. ხო? ხო უნდა ვგრძნობ და უნდა. ამასობაში რამდენი ესე აი მიზნის დასახვაზე ვთქვათ რა, მაგ თემას მინდა რომ რაღაც ხაზი გავუსვათ, იმიტომ რომ ეს მიზანის ალბათ უნდა იყოს რეალური მიზანი. რა თქმა უნდა. ზოგს აქვს რომ უნდა რომ ერთ თვეში მინდა -20 კილოგრამი. და ეს ინსტაგრამის რაღაცა პოსტები და რაღაც ბევრი გვხვდება ალბათ ზუსტად მაგ მოწყლად რაღაცაზე თამაშობს ადამიანის, როცა გეუნებიან რომ აი ფოტოს განახებენ რომ ერთ თვეში -20 კილო და რაღაც ესეთი რაღაცები და ჩვენ როლს მან ვხედავ ძალიან დიდს რომ მივეხმაროთ ადამიანს სწორი მიზანი დაუსახოთ და ალბათ ეს მიზანის ცალსახად შეგვიძლია ჩავშალოთ პატარ-პატარა მიზნებად, იმიტომ რომ 20 კილოს სანამ დაიკლებ, იქამდე 2 კილო არის დასაკლები და ალბათ ეგ უნდა დავანახოთ კარგად რა ადამიანებს, რომ ჯერ 2 კილო, ან 20-ს ეგრევე ვერ დაიკლებ. ხო, ანუ პატარ-პატარა ნაბიჯებით და ანუ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერში. ანუ თუნდაც თანამშრომლის мотиваციის მართვაც როგორ არის ხო? ანუ ჩვენ რაღაც მომენტს ველოდებით, რაღაც დიდ მომენტს ველოდებით და კომპანიებს უჭირთ რომ მადლობა უთხრან იმაზე უფრო ადრე, ვიდრე თვითონ წარმოუდგენთ რომ ეს ადამიანი იმსახურობს, მაგრამ შეიძლება პატარ-პატარა მომენტებში პატარა მადლობა, ან პატარა აღიარება, ან წარმატების გაზიარება, ან ვაუ რა კარგია, რაღაცის აღნიშნა აძლიერებს ადამიანს. ამიტომ мотиваცია რაღაც ენერგიასავით, რომელიც ძალაა შიგნიდან და გამოძრავებს, ხო? რა ძალიან მაგარია. და თუ პატარ-პატარა ნაბიჯებზე შევთანხმდებით, აი, წვრთნელი რაში გვჭირდება.
რომ ზუსტად მაგას გეუნება რა, რომ აი რაღაცა ყოჩა გამოგივიდა. შენზე ახდენდა გავლენას ისა ჩემზე ახდენდა. მე ვაყობ რომ შენ არა თყობ რომ მაგრა იმაშובה. აი რამეთაც არ უნდა სისულელე და ბანა ყოჩაქ საღუ რაღაცა მისგულება. თან პატარა რომ შეგიძლია. ფიზიკური აქტივობა, წონის კლება. თუნდაც ეგეც, მაგრამ ეხა უცებ გამახსენდა რომ იმ мотиваციას უძველესი რაღაც თეორიული ის არის რა, ამბავი რომ სამი რაღაც ჭირდებაო. პირველი არის ავტონომიურობის განცდა. ავტონომიურობის განცდა როგორ უნდა ქონდეს ხო მწვრთნელი გავარჯიშობს მარტო არ ხარ ხო ვთქვა, მაგრამ ავტონომიურობის განცდა არის კონტროლის განცდა კიდე რა, რომ მე დამოუკიდებლად შემირა. სულ ხوار გეყოლება მწვრთნელი. ანუ იდეა თქვენი ხო ეგ არის რომ ისე მაგრამ გააძლიერო რომ თვითონ გააგრძელოს ხო? და აი შენ რომ ამას ხედავ რომ აი მე სანდროსთან ვარჯიშობ და გქნობ რომ სანდრომ რაღაცა მასწავლა. სანდრომ მართლა მასწავლა. ანუ ბევრად კარგად მახსოვს სანდრო რასაც მიხსნი და ვიდრე შეიძლება სხვა, იმიტომ რომ მამეც ადინებდა და ანუ მანახებდა იდეას ამის მიღმა რომ ეს იცი რატო უნდა გააკეთო რომ აი ეს რომ ამას რომ ესე აკეთებ ეს ამ დროს ეს კუნთი ნუ შეიძლება იმ მომენტში ესე ვერ მოყვებოდი მაგრამ აი რაღაცა მნიშვნელოვნებას ვიჭერდი რა და მე უფრო გამახსოვდება ეგეც ხო ძალიან მნიშვნელოვანი ერთი არის ავტონომიურობა იმის განცდა რომ ანუ მე ვაკონტროლებ ჩემს ცხოვრებას ჩემი არჩევანია და ჩემი გადაწყვეტილება და არა ტრენდი რომ აქ მოვედი და ვარჯიშობ მაგალითად ან ვცურავ ან არ ვიცი მოძრაობ უბრალოდ ველოსიპედით ანუ არ ვიცი ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც ადამიანი აირჩევს. მეორე არის, რადგან სოციალური არსებები ვართ, მაინც არის მიკუთვნებლობის განცდა, რომ მე ამ სოციუმის ნაწილი ვარ, ანუ ამ community-ის ნაწილი ვარ და თუნდაც ჩემი ძალიან მეხმარება და მეგობართან ერთად ვარჯიში. იმიტომ რომ რაღაცა გაზიარებული პასუხისმგებლობა იყო, თან რაღაცა ერთიანი ანუ ერთად ვგეგმავდით, ანუ საერთო რიტუალი იყო. და ეს რაღაცები მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. CrossFit-ი. ხო. და მესამე უკვე დამავიწყდა. უკვე მნიშვნელოვნების განცდა არაერთი წესი, კაი ნუ რა მნიშვნელობა აქვს. ნუ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ხო, დაიმახსოვრეთ ავტონომიურობა. ხო, როს ავტონომიურობა დამოუკიდებლობა შენ აკონტროლებ და შენი არჩევანია, მეორე მიკუთვნებლობის განცდა და მესამე იყო ის რომ შენ ამაში შეგიძლია დახელოვნება, აი გამახსენდა, რაც ძალიან კრიტიკულია. და გინდოდეს ანუ აი მაგალითად არის რაღაცა სფერო, მაგალითად ანუ სპორტის სახეობა, რომელსაც რო იწყებ, მალევე ხვდები რომ შენ აქ შანსი არ გაქვს. შენი არ არის, ხო? და შენ ეს განცდა გაძლიერებს რა, რომ მიხვდები რომ ეს რაღაც კარგად გამომდის და ვაუ მე მგონი შეიძლება. ანუ მაგალითად არა დახელოვნების განცდა და ის რომ სწავლობ ამას და გამოგდის რა, რომ შენ სწავლობ ან ხო, ეგ არის მესამე. შენაც ვილაპარაკე ახლა განცდა დამეუფლა რომ რაღაცნაირად გონებას თითქოს ატყუებ ხანდახან და რაღაც мотиваციას იმებს ანუ აი მაგალითად ერთი ულტრამარათონელი იყო დარბოდა 100 კილომეტრს რა ძალიან დიდი დისტანცია ეს 100 კილომეტრი და უყვებოდა რომ აი ვამბობდიო რომ აი ამ ისე რომ თქვა რაღაც პუნქტები არის გასაჩერებელი სადაც ჭამდა რაღაც აი ამ პუნქტამდე მივალ და всё რა და ამიტომ გონებას ვატყუებდიო რა აი პუნქტანს რომ მივიდოდიო მე ვამბობდიო რომ აი შემდეგთან მივალ და იქ გავჩერდები და ისე ნელა გავიარე 100 კილომეტრიო რა და мотиваციის დროს რაღაცა ისეთი განცდა მაქვს რომ შენ თავს თან ატყუებ რაღაცებს რომ აი მაგარი ხარ აი რაღაც აი მიდი და ატყუებ აუცილებლად. აი უბრალოდ ანუ აი გამიკეთები. აი იმიტომ რომ აი ეს ბუნებრივიც უნდა იყოს სოციალურ გეუნება ყოჩა. რა თქმა უნდა, თუ მიხვდები რომ გატყუებს, აღარ მოქმედებს. სანდროს რომ რაღაც ის მომენტში ეთქვა რომ ანუ ყოჩა ხსალმე ეთყოდი რომ რა ყოჩა. ანუ ეგ რეალობა. სუპრესტა ყოჩა ხელი ხანდახან ანუ ყოფილა ეხა არა 10-დან 1 просто უბრალოდ мотиваციისთვის შედარებითი არის ხა ვიღაცა სპორტსმენი რო ყავს და 200 კილოგრამს და მართლა ყოჩაღ რო იძახი და ეხლა ვიღაცა რო просто ფეხს რო სწორედ დადგავს და რაღაცას გააკეთებს. არა ვიღაცის ეგა. ხო, ანუ შედარებითი წინსვლა ხო. ანუ მაგალითად ახლა მე მეკუთვნის ის ყოჩაღ, მაგრამ შენ რო გიცას ეგ გააკეთო, შენ რა თქმა უნდა. ეს ყოჩაღ თუ გაცვითე, აი ყოჩაღ ბევრი არის, ვიცი ხა მე არ ვიცი გახსენდა თუ არა არიან თვითონი. მე ყოჩაღ რაღაცა. რა თქმა უნდა, ზომიერება ყველაფერში მნიშვნელოვანია. ანუ დაუკარგოთ რაღაც მნიშვნელობა ამ ყოჩაღს. ასე არ უნდა ეკარგოს და უნდა იყოს ანუ დამსახურებული ყოჩა. ხო და აი მაგას შენ ვახსენე აი მაგალითად კორპორაცია და სტრუქტურა უნდა იძახდეს ანუ
მადლობებს უხდება ორგანიზაციამ მადლობას უნდა თუნდაც ხო ხო და აი ნუ ეგ არ ხდება არის ცვითება ეს მადლობა არა ნუ მე ხა ეგ რა არ მიგულისხმენ ხა ცოტა ისე ცოტა მხატვრულად ავტორ ხომ რაღაცებს ძალიან ისე არ აღიქვათ რომ ყოფილდღე მადლობა რომ მოყვედი ხოჭა არა მე აი ხარ ეგ რო დახვდები ვიღაცა რომ მოდის მადლობა არა ნუ რა თქმა უნდა ხა ეგეც ემართებათ ორგანიზაციას მაგრამ ზოგადად ვიცახი რა თუნდაც мотиваციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი არის აღიარება რაღაცების და აღნიშვნა ხო ყველაფერში და პირობითად ვიცახი როდესაც ყავს არ ვიცი პარტნიორი რომელთანაც ვარჯიშობ ხო ან მწვრთნელი რომელიც გაძლევს კიდე დამატებით სტიმულს რომ რაღაცები უფრო სხვანაირად აკეთო ხო ეს აძლიერებს უბრალოდ ჩვენ мотиваციას, მაგრამ თუ ეს ისეთი ხელოვნური იქნება, რომ ხვდები რომ არ გიყურებს და ყოჩახ გეუნება, რა თქმა უნდა, ეს არანაირ ნოლი აქვს მაგას. ტელეფონში იყურება და ყოჩახ, რა კარგია, როგორ გამოგივიდა. შენი გამოცდილება შეგიძლია მოყვა ვარჯიშთან აკავშირებით? ველოდებოდი მაგ მომენტს. ხო, ვარჯიშთან დაკავშირებით мотиваციასთან მიმართებაში. მე მაინტერესებს აი რომ დაიწყე, მანამდე საერთოდ არ ქონა გამოცდილება? არა, სულ მქონდა. მე ვარ ფრაგმენტული. თუ კი არსებობს თქვენ სფეროში წვეტილი ტერმინი, რომ წვეტილი მოვარჯიშენ, ჩვენ არსებობს, მაგრამ წვეტილი კარიერა არსებობს და თქვენთან ალბათ არსებობს. ახშია. ეს ნიშნავს, რომ რაღაც არ არის საკმარისი. ანუ მაგალითად მე მგონია, რომ ჩემ შემთხვევაში ჩემი ანუ მიზეზები იყოს უგარეთ. ანუ შინაგან მიზეზზე დრო არ დამიხარჯა. ანუ თეორიულად ხო ძალიან ბევრს გელაპარაკებით ახლა, მაგრამ ნუ მაგალითად ძალიან ბევრი ენერგია დამიხარჯია შინაგანი მიზეზების მოძიებაში, როდესაც რაღაც საქმე ეხება მშობლობას, ბავშვებთან ურთიერთობას, რაღაც ორგანიზაციულ რაღაცებს, კარიერულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ვარჯიში, სანდრო, შენც მოგონებოდი, არ იყო ჩემთვის ეგეთი პრიორიტეტი. მინდოდა რომ მე ვარჯიშა, მინდოდა რომ კარგ ფორმაში ვიყოფილიყავი, მაგრამ რატო მინდოდა, მაგაზე ნაფიქრი არ მქონდა, ჩემი აზრით. და კიდევ ერთი, არ ვიცი, რამდენად საინტერესო იქნება ახლა, მაგრამ მაგასაც ვიტყვი, ანუ ჩემ წარმოდგენაში ეს ცხოვრების წესთან დაკავშირებული ცვლილებები ჩანს. თაჟერ სპონსორებს iPhone-ი. თაჟერ გავთიშ ამ ორჯერ მეც არ გამომდის გათიშომეთ. D&D-ზე ორჯერ ხო დაგირეკავენ. აი ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, ხო რაღაცების შედგება, ანუ მარტო მოძრაობა ხო არ არის რა, ანუ ძილი, კვება და მე ესე ვეუბნებოდი ჩემ თავს, რომ აი ეხლა აი ხვალიდან ყველაფერი შეცვალა. ეს ყველაფერი ერთად შეცვალე არ გამოდის. და მე მგონია ხოლმე რომ თუ ყველაფერი არ იცნობა და მარტო ვარჯიშობ, იმიტომ რომ რეალურად გამოვიდა რომ კვებაზე უფრო მარტივად ვარჯიშის დაწყება იმ წვეტილ ადგილებში შევძელი. და ამიტომ მგონია ხოლმე რომ მე ნუ რა აზრი აქვს მარტო ამას. რთულია რა. რა არის? ეხლა რასაც ყვები თან ხო რაღაცა ხსნი ყველა. კი, თეორიულად ძალიან კარგად ვიცი. ადამიანი, ვინც გვიყურებს და ვისაც შეიძლება იგივე გამოცდილება ქონდეს. ეს ყველაფერი რთულია რა. ძალიან. ჩემთვის ძალიან. რეალურად რთულია. როგორ შეიძლება მაქსიმალურად გაამარტივოს ადამიანმა ვარჯიშის დაწყება, ამ мотиваციის იპოვოს ნამდვილი შინაგანი მიზეზი. ანუ ის კი არა რომ რაღაცას უყურა და მოეწონა, ან ის კი არა რომ ვიღაცა ფიქრობს ასე რომ ეს მაგარია, ხო? ანუ თვითონ რატო უნდა? და ნუ მე რო ექსპერიმენტები რა, ანუ ყველაფერი შეგრია ალბათ რომ სანამ ბევრი გამოცდილებები უნდა დააგროვა, უნდა იპოვოს შენი. შენი ფიზიკური აქტივობის უნდა იპოვო ალბათ რა. ხო, ნუ აი მივედი და არ მომეწონა სპორტ დარბაზში ვარჯიში და გადავწყვიტე რომ ვარჯიში საერთოდ არ არის ჩემი. ხო, რაღაც ფიზიკურ აქტივობას უფრო ადვილი იქნება რომ დაიწყო, ხო, მაგას იძახი. ხო, მაგალითად დარბაზში შეიძლება ის უფრო მოგწონს ან ეს. მე მაგალითად სულ ვეუბნები რომ აი რაღაცა საფხული რო არის, აი რაღაცა სხვა ცადე რა. არ ვიცი, შედი ჩოგბურთზე რა, ეხა პადელი რაღაცა ყველა პადელს ითამაში რა ზოგადად. ნუ ხო, მეც. მე მგონია რომ აი ეს დაწყება კიდე ხო ცალკე თემაა და ნუ მნიშვნელოვანია დაწყება და პირველი ნაბიჯი. მე არის შენარჩუნება, ანუ მდგრადი რო იყოს ეს შენი ქცევები. აი ეგ არის ალბათ აი ყველაზე რთული, მაგრამ თან არ არის რთული. ანუ არ არის რთული, ან თუ იპოვი მიზეს და შენ შინაგან мотиваციას და ზუსტად იტყვი რომ ანუ უნდა დაინახო შენი თავი რომ აი ამდენი ხანი რომ ვარჯიშობ, მე როგორი ხარ? და რა ხდება მე რა მოგწონს და როგორი ცხოვრება გაქვს და ცოტა წარმოიდგინო რა სული. ანუ მარტო იმას ხარ როგორ სამჯერ დადიხარ რაღაცაზე. არა, რა მაინტერესებს იცი, მაგალითად თუ არ გაქვს ესეთი მყარი შინაგანი მიზეზი, ანუ ხო შეიძლება ქორწილისთვის ემზადები? ხო, ანუ არ ყველა ხო თან ხვდებით, რომ ეხა ამ ფიზიკურ დატვირთვას ძალიან ბევრი დადებითი
ზოგადად ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. კი, მაგრამ ანუ თერაპევტი გეუბნება, რომ როდესაც რთული ემოციური მდგომარეობა დღეში მინიმუმ 10,000 ნაბიჯი გადადგენ. ანუ თერაპევტის მოვალეობა ეს არ არის, მაგრამ ყველა ერთხელ ჩავიხედე და მნიშვნელოვანია. არ მაქვს, მაგრამ კიდია. ნუ ვარჯიში გინდა მაინც? ანუ ვიცი რომ საჭიროა და კაი იქნება, მაგრამ გიზარება? ხო, არ ვიცი. არა, მაგას იძახი რომ შიგნითმა ჩაიხედო რატო არ გინდა. მე მაგას ვამბობ, რომ თუ გვინდა, რომ დავიწყოთ და შევძლოთ იმ მდგრადობის შენარჩუნება და ეს არ იყოს რაღაც ფრაგმენტული ჩემსავით წვეტილი რაღაცა მოქმედებები, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ იპოვო რაღაც კონკრეტული შენი შინაგანი მიზეზი. რატო არის შენთვის მნიშვნელოვანი ეს მოძრაობა? მარტო ჯანმრთელობა, რომ მე მინდა რომ უფრო ჯანმრთელი ვიყო, შეიძლება არ გყოფნის. მაგრამ აი მაგალითად, როდესაც იცი რომ არა ხარ ჯანმრთელი, რატო იწყებ ესე ჯანსაღად ცხოვრებას? მე მაქვს ორი კითხვა. გამო. ერთი, ეხლა ვარჯიშობ თუ არა და რატო არ ვარჯიშობ? მაშინ. ფრაგმენტული მომენტია. ანუ მეორე ის როდის გეკწყება ფაზა, მეორე მიმიღებ. სულ. ანუ არა. როცა გინდა. ანუ აი ჩვენ გამოგდებული ვარ. არ აღიარე. შენ ღამის 4 საათზე თუ არ მოხვალ არა. ხო და მე მგონია რომ ეს ჩემი არ არის. რაღაც სხვა უნდა ვიყო. სხვა. და გავაკეთო ექსპერიმენტები და ის მიზეზები რომ ამის დრო არ მაქვს და რაღაც ცეკვა. იცი რა მაინტერესებს რაღაცა მოძრაობ ხე ეგეთი ისიც წყალწაღებულიც არ ვარ. რაღაც ლოგიკური დრო არ არის, რომ აი მაგალითად აი დარბაზში მივიდა რა პირველივე მისვლის დროს არ მომეწონა და ესე იგი ჩემი არ არის? თუ რაღაცა დრო უნდა მივიცვეთ ალბათ ჩვენ თავს. აი ერთი თვე რომ ერთ თვეში თუ არ მომწონს, ჩემი არ არის ალბათ? ყველაფერზე ეგრეა. აი მაგალითად რაშიც მე კომპეტენტური ვარ, იქ ვიტყვი რა, პროფესიის არჩევა. ხო? ანუ პროფესიის არჩევაზეც როგორ არის, ხო? რომ რატო არის, რომ მე გაქვს, რომ აი რაღაც სხვაგან ხარ და იცვლი, ხო? ეგეც არა უშავს. რომ აღარ არის ეგეთი სამყარო, რომ გინდა თუ არა ერთი პროფესია და მორჩა და ამის გამო განცდებში ვართ, არა, ხო? უბრალოდ ადამიანს სჭირდება რაღაცა სივრცე. ადამიანს სჭირდება მოძრაობა, თუნდაც მან აღმოჩენა დაკვირვება ვიღაცასთან, მაგალითად გამოკითხვა, რომ როგორია შენი პროფესია, როგორც პროფესიონალი რას აკეთებ. ხშირ შემთხვევაში პატარებმა ასაკითხო, იციან პროფესიის შესახებ მარტო დეფინიციები, ანუ რას აკეთებს, მაგალითად არქიტექტორი, წარმოდგენა არა აქვს. ანუ აი ისიც კი არ უცდია, რომ მივიდეს არქიტექტორს კითხოს, რომ როგორ გამოიყურება შენი ერთი სამუშაო დღე. ხო? ამიტომ ეს ექსპერიმენტები და მოძრაობა და გამოცდილებების დაგროვება გაძლევს შენ აი ამ რა ვიცი სტიმული რეაქცია. ანუ აბა ამას აკეთებ მოგწონს? ვაუ. ანუ ამას რა თქმა უნდა დრო ჭირდება, მაგრამ გარდა მაგისა სივრცეები ჭირდება და ბევრი განზომილებები. ანუ ერთ ტერიტორიაზე რომ მოძრაობ და აძალებ, არც ეგ არ არის ნორმალური, იმიტომ რომ ტრენდულია ჯიმში პერსონალურ მწვრთნელთან ვარჯიში, ანუ რავი, არ მომწონს. მე არ მომწონს ტრენაჟორები. ანუ მაგას იძახი რომ შეიძლება დარბაზში მიხვიდე, შეიძლება მწვრთნელიც არ მოგეწონოს, შეიძლება ის დარბაზი, შეიძლება ეგეთი ფიზიკური დატვირთვა არის. მაგალითად მე ვყოფილ ვარ დარბაზში, რომელიც არის ძალიან ესეთი ტრენდული, მაგრამ ჩემთვის ანუ აი ძალიან უცნაური გარემო და ნუ არ შემილია იქ. ან მიკუთრებობის განცდა ძალიან ღირებულია რა, რომ იქ შენაირ ადამიანები არიან, იქ რაღაცნაირად ესეჩაცმა მოსულა, იქ რაღაცა, ანუ ბევრ რაღაცებს აქცევს ადამიანი ყურადღება. ანუ კომუნის მნიშვნელობა აქვს. სოციალური არსებობა და მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ის კი არის შენ მწვრთნელთ ალბათ როგორ საერთო ენას გამონახავ, მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგიტომაც იქნება ეხლა რაღაცა სირბილის სკოლა. წინაზე რა ვთქვით, რომ ხო. მწვრთნელი არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ესეთი მოტივირებული და მონდომებული ადამიანი მოვა შენთან და ხელს კრავ რა. ანუ ისე ავარჯიშებ, ან ისე მიაქცევ ყურადღებას, ან სულ ტელეფონში იქნები, ან რაღაც მოკლედ ხელს კრავ დარბაზიდან და ხშირი არის ხოლმე ეგეთი შემთხვევა, ხა ჩვენთანაც ბევრი არის ეგეთი, რომელმაც ვერ გაიაზრა რამდენად მნიშვნელოვანია ვარჯიში, იმიტომ რომ რაღაც დარბაზში მივიდა, რიგითი მწვრთნელი დახვდა და ეს მწვრთნელმა უთხრა რომ აი წინაზე ხა დაღალა, გააოფლიანო, მე რაღაცა ძალიან ტკიო და კუნთები, მე ეს გაგრძელდა, უფრო მეტი ჩაჭერა და საბოლოო ჯამში ერთი თვე გაძლო და გავიდა დარბაზიდან და იმის მერე აი მე-3 წელი თუ მე-4 წელი გავიდა და ჩვენ დარბაზში გადავწყვიტა ვარჯიში და აგე ჩვენთან დიდი ხანია დადის, იმიტომ რომ ყველას არ მოითხოვ, ანუ ყველას ერთნაირი დატვირთვა არ მოითხოვება. ზოგისთვის რაც არის 100 კილო მძიმე, ზოგისთვის 10 კილო მძიმე არის და ეს კარგად უნდა გავიაზროთ ხოლმე რა. ეგ იმას ნიშნავს, შეიძლება ეხა იმ ადამიანმა თქვა, რომ ჩემი არ არისო ვარჯიში, არა რეალურად ისე ცუდი გამოცდილება ქონდა პირველი, რომ უქსავდა ეს უკვე პროფესიონალიზმზე არის და ანუ კი რომ ანუ შეიძლება პირველჯერ არ მოგეწონოს
და კიდე უნდა ცადო ხო რეალურად მაგას. კი, იმიტომ რომ ის რაც თქვი, სმელზე რაც მომიყო, ყველაზე დიდი ბოლო ის რაც იყო, რის გამოც გავუწყვეტ რომ იქ აღარ მივიდო და ანუ შუა დარბაზშიო დამტუქსა. ანუ რაღაცა შევჭამეო KFC-ს რო რაღაც მეგობრებთან ერთად და აი ძალიან ხალხის ყველას გასაგონათო. მეც ხანია ეგეთ გამოცდილება. ისქნაო რა. და არის ასემა. მე არა, სანდრო იყო. სანდროზე ყვები? ჩემ ერთ ფრაგმენტზე ვყვები. მოკლედ არა, ნახეთ ის არის რა ქვია. არა, სანდრომ ძალიან სწორად დააყენა საკითხი რა, რომ გინდა ვარჯიშიო და მე ვერ უპასუხა, ეგრე გამოვიდა. იმიტომ რომ პასუხი არ მქონდა. ანუ ნახეთ როგორ რაღაცა, ანუ ისე მითხარი რომ მე ანუ პასუხი გჭირდება რა, რაღაცა რომ გინდა, ამის ნამდვილი პასუხი გჭირდება, რომ ეს მართლა გრძელდებოდეს და ყოველ დილას გაღვიწებდეს და 9-ზე მიყავდე სავარჯიშო. ძალიან კარგად მესმის ჩოგბურთზე რო თქვი რომ ძალიან მინდა რომ ჩოგბურთი მეთამაშე. დავაძალე ვიარე, მაგრამ აი არა. მესამე მიზეზი ვერ იმასქენი ხო? ანუ აი ვერა, ჯერ ძალიან რთული არის ჩოგბურთის თამაში, მინდა რომ ყველამ გაიგოს, რომ ძალიან რთული. რაც ახსენე გახსოვს რომ აი მაგრამ კიდე მეორე რაღაც არის ხარ უცე ეგეთ გამახსენდა მარშმელოს ექსპერიმენტი, ალბათ ყოველს გაგწნა, ნახე ბავშვებს. ძალიან განსხვავება ჩვენ შორის, ხოთ არ არის ბავშვებს და ჩვენ შორის, ჩემი აზრით. ხო და ეს მარშმელოს ექსპერიმენტის იდეა რა არის რა, რომ ეს ნების ყოფის ამბავი, რომ რაღაც გაუძლო ცოტა ხანი, ანუ რომ ერთია, ცოტას თუ გაუძლებ, ორი მარშმელო, ანუ ძალიან დიდი გამარჯვებაა რა. ეგეც არის, ანუ ეგეც რაღაცნაირად უნდა ვასწავლოთ ადამიანებს, ძალიან ადრეული ასაკიდან, რომ აი ორ წამში შედეგი მინდა ეხა უკვე დღეს გუშინ, ანუ არ გამოდის, მაგრამ ეგეც რაღაც უსაზღვრო არ უნდა იყოს, იმიტომ რომ კარგად ხარ, შენ თავს უნდა კითხო, ანუ აქ რომ ეხა ვარჯიშო, პილატეს, კარგად ხარ? ანუ კარგად გრძნობ თავს თუ გაცლის ენერგიას. თუ ენერგიას გაცლის და არ გავსებს, ესე იგი არ არის ეს შენი საქმე. ყველაფერს შეგრევავთ. შევიყვაროთ პროცესიანი. ხო, ნუ პროცესი ჩემთან ხშირად როგორ ახლა იცი, როდის ხვდებიან ხოლმე, რომ კარგი რო ვარჯიშობენ, როცა ანებებენ თავს. ეგ ხშირად შემიჩნევია, კი. რომ აი მე იაზრებენ, რომ აი რო ვარჯიშობდი, თორე რა კარგად ვიყავი რა. აი რა კარგად გრძნობდი თავს, ენერგიას მეტი მქონდა და შემ. აი ეგ არის, ეგეც შედეგები ანუ ხვდები, ანუ არ არის აუცილებელი იყოს წონა და ფორმები და ვიზუალური ნაწილი, ანუ იმის გაცნობიერება, რომ ფიზიკური აქტივობა გეხმარება ძილში, სუნთქვაში, ბევრ რაღაცების დარეგულირებაში, ენერგიაში, ხასიათი, გუნება, განწყობა არის აი პირდაპირ მაგაზე მიბმული. რაში? მოძრაობაში. ანუ ბევრჯერ ყოფილა და არა ეხლა ჩვენ ყველა რაღაც უფრო ფიზიკურ დატვირთვაზე კი არ გვაქვს აქცენტი, უფრო ამ რაღაც ბუნებრივ მოძრაობაზე, მაგალითად ერთი მიყავდა მოსწავლე თუ პერსონალური თუ რაც ქვია, რომელიღაც დღეს მოვიდა და ანუ ისენ თასმები შევიკარიო დღეს პირველად, ანუ ძალიან მიჭირდა. ხო და რა მაგარია. ძალიან ეგრე იზომება. ცხოვრების ხარისხი როგორ გაიზარდა ცხოვრების ხარისხი. ხო და ეს ცხოვრების ხარისხი მარტო მაგაში ხარ იზომება, ანუ მაგ თუნდაც ადამიანი რომელიც ვერ დადიოდა რაღაც კილომეტრებს და რაღაც ნაბიჯებს ითვლიდა, მე შეფოთებ კილომეტრი იყოს მის ანგარიშსა და ეგ ძალიან მაგარია. ეს ძალიან კაი ინფო არის ზოგადად მწვრთნელებისთვის, ანუ დამწყებ მწვრთნელებისთვის, რომ ანუ მარტო რაღაც კუნთის გაზრდა და რაღაც ძიმე წონის აწევა არ არის პრიორიტეტი, უფრო რაღაც აი მენტალურიც და ანუ უფრო თავისუფალი მოძრაობა, უფრო ეფექტურია, როგორ ვთქვათ რა, ანუ უფრო კარგი ხასიათზე ხარ მაგალითად და ეგ შეიძლება კითხო რა შენ პერსონალს როგორც ასახით რა ანუ როგორ ხასი ანუ არ ხარ უკეთეს ხასიათზე რამე შეიცვალა ან ღიად რამე შეიცვალა შენ ცხოვრებაშიც ვარჯიში დაიწყე და თვითონ აპაუნინებ 100%-იანი იმიტომ რომ თვითონ რაღაცა შეიძლება გაწერილი გვაქვს ჩვენ ხა ჩვენ ესე ვართ რომ შეიძლება დღევანდელი რაღაც გაწერილი გვაქვს პროგრამა რომ დღეს უნდა გააკეთო მაგრამ რომ მოდიხარ ჩვენთან რაღაცა და რომ შეიძლება დავინახოთ რომ ან ხასიათზე არ ხარ ან ნაკლები გეძინა ან უბრალოდ ეგ დღე არ არის რა და მაშინ ამას შევცვლით არ არის აუცილებელი რომ მძიმე სკვათი რადგან მიწერია იმ დღეს მძიმე სკვათი გააკეთო მოქნილობა რაღაც ადეკვატურობა ხო მე მახსოვს სანდროს უთქვამს შენ ცუდად გეძინაო კი თქვა და ნუ მე მგონია რომ ჩვენ გამომუშავებული გვაქვს ეგეთი რაღაც სკილი რომ ანუ ატყობ უკვე ადამიანს ანუ რომ მოდის ეგრევე პირველ დანახვაზე ანუ რა მდგომარეობაშია კი არა და ანუ როგორ მდგომარეობაშია რა ანუ რომ შეიძლება იმ დღეს ესე 100%-ით ვერ ივარჯიშოს მოდი მაქედან გადავიდეთ მე მაინტერესებს რუტინა
რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის რუტინა. მე ძალიან რუტინული ტიპი ვარ. განაპირობა იმან, რომ სპორტში ვარ ძალიან დიდი ხანი და სპორტი მოითხოვს ძალიან აი ამ რუტინულობას, რომ აი უნდა დაიძინო ადრე, გაიღვიძო, უნდა იوارჯიშო, ჭამო ისე დაიძინო და ზოგადად ყოველთვის თუ აი იმ ადამიანისთვის, ვინც თავისთავში იპოვა რატომ უნდა ვარჯიში და ეხა უნდა რომ ეს мотиваცია შეინარჩუნოს. შეინარჩუნოს. ეხლა რასაც ჩვენ ყვები, არის მაგალითად ეგეთი ფსიქოლოგიური, ხარსება ფსიქოლოგიური ტიპები, ხო? ვიღაცებისთვის რაღაც პირიქით წესრიგი, წესები, რუტინა, იგივე ამ ჩემ კარიერის კონსულტირებას დაუბრუნდები რა, არის სფეროები პროფესიული და როდესაც ადამიანი პიროვნების საკვლევ ტესტს აკეთებს მაგალითად, ხო? იქ ამოდის ამ ტიპოლოგიიდან გამომდინარე სფეროები რა, პროფესიული მაგალითად, რომ ეს უფრო შეგესაბამება და საიდან მოაქვს ხო ამ ინსტრუმენტს საკვლევს, რომ აი რატო შეესაბამება დაჩის უფრო მაგალითად თუნდაც პერსონალური მწვრთნელობა და იმიტომ რომ მისთვის ეს კომფორტის ზონა არის რა, ოღონდ ცუდი გაგებით არ ვამბობ, მისი შესაბამისი, მოდი ამ სიტყვას გამოვიყენებ, რომ მაგალითად მას მოსწონს, როდესაც ყველაფერი არის მოწესრიგებული, როდესაც არის განმეორებითი ქცევები, როდესაც არის ყველაფერი ცხადი გასაგები, მაგრამ მე მაგალითად სხვა რაღაცები მიწერია. მიწერია რომ მომწონს შემოქმედებითი გარემო, მომწონს რაღაცები, როცა იცვლება ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე მიხდი. მაგრამ რუტინა ყველასთვის არ არის. მაგრამ აი ვარჯიში მოითხოვს რუტინას უბრალოდ. წარმატებაზე ვილაპარაკო დაუკვირდა. მოდი გავმიჯნოთ რა, რომ თუ პროფესიას ვირჩევ, ხო? მაშინ მე შევდივარ იმ პროფესიაში, რომელიც მე ყოველდღურად ზუსტად იმას მაძლევს, რაც ჩემი პიროვნების და იდენტობის შესაბამისად, ჩემი ღირებულებების, ინტერესების და ასე შემდეგ. და პიროვნული მახასიათებლების. მაგრამ თუ მე უბრალოდ ვიღებ ადამიანს და ადამიანის ყოველდღიურობას და მის ცხოვრების ხარისხს, ცხოვრების წესს ყველასთვის მნიშვნელოვანია. აქამდე იყო მაგალითად აზრი ეგეთი, რომ მე რაღაცა პრობლემა მაქვს და შენ ეს და ეს და ეს გააკეთე რა, ეხლა ამოაყირავეს და ამბობენ, რომ არა, რადგან ეს მეორდება სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემებში რაღაც. მსგავსი რეკომენდაციები, მოდი ეს რეკომენდაციები ამოვწიოთ მაღლა. და ვთქვათ, რომ ეს ზოგადია, უნივერსალურია. ყველას სჭირდება ფიზიკური მოძრაობა, ყველას სჭირდება რომ ჯანსაღად ეძინოს. ჯანსაღი ხარისხიანი ძილი ქონდეს და ასე შემდეგ ყვება მაგალითად. ეს ყველას სჭირდება და რუტინა დამხმარეა. იმიტომ რომ თუ მაგალითად გადავიდა უკვე ჩვევაში ჩემი ქცევები, რომელიც თავიდან შეიძლება იყოს ცოტა იძულებითიც და ეგ არა უშავს, ხო? თავიდან რომ მიხარო და სტილი 9 საათზე ვარჯიშს ამისულ, შეიძლება ეგრე ძალიან არ მიხაროდეს, უფრო ვიცოდე, რომ მინდა რომ ვიარო და არა მაღვიძებდეს მაგალითად ჩემი სხეული დილით უკვე ენერგიულად რომ მოვიდე სავარჯიშოდ, მაგრამ რაღაც დროს ეს ხდება. მესმის. ხო, ასე რომ რუტინა მნიშვნელოვანია. მე რამდენ მაინტერესა იცი რო თქვენ შილომას გაიგო, რომ ხო თქვი ესეთი ტიპის ადამიანი და ჩვენ ხშირად გვესმის, რომ რაღაცა რუტინა, გაწერილი და უცებ ამოვიდგა ესეთი რეალობა, რომ შეიძლება ეს რუტინა ყველასთვის არ იყოს ესეთ გაწერილი რუტინა, ხო? მე მაინტერესებს რამდენი წარმატებაზე რამდენად შეიძლება იქონიოს მაგან გავლენა. აუცილებელია რომ ესეთი ტიპის ადამიანი შეიძლება უფრო წარმატებული იყოს, ეს რუტინა აქვს თუ შეიძლება არა რუტინული ადამიანიც ძალიან წარმატებული იყოს. პროფესიაში მეკითხები. პროფესიულსაც საინტერესო. მე საერთოდ სიტყვა წარმატებას დიდად პატივს არ ვცემ. აი თვით აქტუალიზებული, მაგალითად იქ იყოს, სადაც უნდა რომ იყოს, სადაც უხარია, სადაც აი აზრი როგორ იყო, იცი? რითი იზომება წარმატება არ არის. აი მაგალითად აკეთე ის რაც გიყვარს და მე თქვეს რომ აკეთე ის რაც ხარ, იმიტომ რომ ეგ უფრო შენია და უფრო მოდი ვარჯიშთან დაკავშირებით, უფრო ვარჯიშთან ვარჯიშთან შეიძლება რა თქმა უნდა. არა, რომ დავაკონკრეტოთ, რომ აი ვარჯიშს უფრო რუტინა ვარჯიშს რა თქმა უნდა რუტინა უნდა. ეგ თქვენი პროფესიული არეალია რა, მე შემიძლია განვამტკიცო ეს ფსიქოლოგიურად, რომ მაგალითად განმეორება, რაღაცების რუტინულად კეთება, ხო? გამყარებას აკეთებს ქცევის თავისთავად, რაღაცების განმეორებითობა, ეგ აუცილებლად ეგრეა. მე რომ ეხლა შენგანაც მაქვს სხვა კონტექსტში რაღაც ეს ამას შენი აზრი ამაზე და ეს რუტინა მაგალითად როდის უნდა მიხვდე რომ თუ უნდა შეცვალო არის ხან საჭირო რომ უნდა შეცვალო აი მაგ ვარჯიშის რუტინა მაგალითად ზოგადად რუტინაზე არა ზოგადად ეხლა არ შეხო საუბრობთ ხო დაჩი შემდგომ აი ყოველთვის ამ საათზე იძინებს ამას აკეთებს აქ ვარჯიშობს ამაშვება ხანდახან ეს შეიძლება ზედმეტი იყოს რაღაც პერიოდის მერე ადამიანს გააჩნია მაგას უზნობ ხოლმე ხო ალბათ ეგ ძალიან ან როგორ უნდა მიხვდეთ ან რა პერიოდია მისაღები აი ეგეთი რაღაცები არ
არსებობს რა ეგეთი ფორმულები ან ეგეთი ძალიან ისევ იქ ვარ კარგად ხარ და ჩირო ანუ ეგეთი მარტივია თუ არ ვარ კარგად ესე იგი შეიძლება ანუ საბოლოო ჯამში ადამიანი თავის თავს ძალიან ბევრ დავალებას აძლევს ტვინში და ძალიან ტვირთავს და ძალიან ხო ამძიმებს რაღაცებს რა მაგალითად ხება ვიღაცისთვის ამარტივებ მაგრამ არ არის ეგეთი მარტივი რომ რუტინაში შემოიტანო შენი თავისთვის კითხვის დასმა რომ როგორ ხარ იქ სადაც ხარ პროფესიაშიც ესეა ურთიერთობებშიც ესე არის რომ შენ რაღაც დროს უნდა კითხო შენ თავს როგორ ხარ ანუ აქ დამატებით კითხავ მაშინ. ანუ მაშინ როდის უნდა მივხვდე რომ უბრალოდ დისციპლინის ნაწილია და აი დღეს თავი უნდა დავაძალო თუ უკვე აი ზედმეტია რა. განცდი მივხვდი, მე მგონი მივხვდი რასაც მეკითხები რომ აი მაგალითად ცოტა იქ რო იყო კითხვა რომ აი მაგალითად უნდა ვიარო 1-2-3 თვე უნდა ვიარო ვარჯიშზე სანამ არ მივხვდები რომ ძალიან ჩემი არ არის. ხო, ანუ ეს მაინც მგონია რომ დამოკიდებულია რაზე რომ აი თავიდანვე განწყობას შევიქმნი, რომ მაგალითად დავიწყებ ჯგუფურ ვარჯიშს და ეს ჯგუფური ვარჯიში ალბათ მომეწონება, ხო? არ მომწონს თავიდან, მაგრამ მაგალითად არ მაქცევს სათანადო ყურადღებას, ან ცოტა ვაგვიანებ და უკან შლი მატს და ვარჯიშობ, რაღაც ბოლომდე ვერ ვყვები რა, ანუ ვერ ვიმეორებ მოძრაობებს. ნუ ყველაზე მარტივი არის რომ მისცე შენ თავს შესაძლებლობა რომ ცოტა კიდე მოიცადო, იმიტომ რომ იმოძრავე ყველაფერში სინამდვილეში არ არის ეგ მარტივი რა, რომ ხანდახან უნდა გაჩერდე და დააკვირდე რაღაცებს რა, ანუ მაგალითად მისცე შესაძლებლობა რაღაც ურთიერთობას ან რაღაც პროცესს ჯერ შანსი კიდევ მისცე. აქ არ არის ეგეთი რეკომენდაცია რომ 1 თვე 3 თვე უნდა იარო, მაგრამ როცა ხედავ რომ რაღაცა დაბრკოლებები გაქვს, ხო ხა რაც ჩამოვთვალე რომ მატიპ უკან გაქვს და ვერ ხედავ რაღაცა სამწვრთნელი არ არის ძალიან თითქოს ყურადღებიანი. ცოტა ხანი კიდე მისე შესაძლებლობა რომ სხვაზე გამოსწორდეს, ხო? ანუ ძალიან მე ზუსტად ხვდები ხა ეს ლაპარაკობს და ძალიან მაგარი წარმატებაზე რას თქვი, ძალიან ისე ანუ ეგრე არის რეალურად რა, მაგრამ ხელოვნური მესიჯი რამდენი არის რომელიც გეუნება რა არის შენი წარმატების საზომი აი სოციალურ მედიაზე ხა თუ რაღაცა ვარჯიშის რომელიღაც სახეობა გახდება ტრენდული ყველას მოუნდება რომ იქ წავიდეს ხო წლების განმავლობაში ერთ-ერთი პროფესიები იყო პრესტიჟული სულ რომელიც ილზად ანაზღაურებაზე მიდიოდა ხომ და საზომი ძალიან უნდა რომ გადამიყვანო სხვა თემას შემდეგ პოდკასტზე მომიწვეთ კარიერის კონსულტანტი არა მაგას მე ძალიან მნიშვნელოვანია რომ მარტო ვარჯიშზეც რო მაგრამ მინდა რომ პასუხი გავცემთ რომ მგონია რომ ბოლომდე არ მიიღო არა მე მგონი მე კიდე სხვა ანუ აი რუტინი ანუ არასწორად თავი არა მე მივაბი ვაფშე სხვა კითხვა ანუ თუნდაც განცდა იმისა რომ ეს ჩემი არ არის ეგრე მალე ალბათ არ მოდის ყველაფერში არა ეგ მე კიდე დამატებით სხვა კითხვა კითხე რომ ანუ არის რომ კაი რუტინასთან არა мотивация მაქვს მაგრამ ყოველდღე არ მაქვს мотивация ხო ხანდახან ვიღვიძე ძალიან კაია რომ ანუ რაღაც დროს უნდა ხო დევიაციად რა ქვია გზიდან გადახვევა რა ანუ რაღაც დროს გზიდან თუ არ გადახვევა იმის შეგრძნებაც რომ ეს ძალიან კარგია და ეს ღირებულებაც არ მოდის რა ანუ აი თუ ძალიან მაგალითად კონტრასტია რა თქვი გახსოვს რომ თუ არ მიდის ადამიანი ვერ ხვდება განსხვავებას ანუ ეგ ყველაფერ შეგრეა რა ანუ რაღაც დროს რაღაცა იმდენად შენია რომ უკვე მაგალითად პროფესიაში ისევ შემოქმედებითი ადამიანი ყოველდღე ხო შემოქმედებით სფეროში რო არის აი რავი ხა ჩვენ რო ძალი რა გაქვს სანამ არ გაქვს მე რუტინა ხდება ესმის ანუ ეს ყოველთვის რუტინა ამიტომ მე ის შემოქმედებითი ადამიანი ჩვენ რო გონია რომ ძალიან საინტერესო ძალიან კრეატიული და მრავალფეროვანი საქმე აქვს ისიც სხვაგან ეძებს რაღაცა კიდევ სხვა სტიმულებს რომ ეს რაც დააბალანსოს იმიტომ რომ ყოველდღე თუ ვხატავ ის ხატვაც ჩემთვის რუტინაა ხო რაღაც დროს და მე შეიძლება სხვა რაღაც მომინდეს რომ გავაკეთო რომ თლიანობაში ჩემი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო იყოს. ხო და იმაზე მინდა თქვა რომ რაღაც პროფესია და კარიერაზე ვლაპარაკობთ, რატო არის ის მნიშვნელოვანი რომ გასაგებია რომ პოდკასტს ვაკეთებთ რომ ხალხმა ინფორმაცია მიიღოს, მაგრამ ჩემი ძალიან დიდი мотиваციაა რომ რაღაც უნდა ვისწავლო. ანუ ხო და მაგიტომაც ის კითხვა რაც მაინტერესებს გონია ხომ რომ აუცილებელი ვარჯიში არა ის იმიტომ ძალიან მომეწონა შენი წარმატების ფორმულებას ყველაფერი ძალიან მომეწონა და ძალიან ბევრ რაღაცას ვიღებ მე და ჩემთვის ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი мотиваცია არის პოდკასტის კეთების რა და ეგეც მინდა რომ სწორად ვთქვათ რომ ვარჯიშთან კი არის ძირითადი ვარჯიშზე ვსაუბრობთ მაგრამ ბევრ რამეზე ვსაუბრობთ სხვა და ძალიან კარგია რომ მარტო ვარჯიშზე არ დავრჩეთ ხომ ხანდახან ძალიან მომეწონა ის რაღაცები რაც ვარჯიშის გარეთაც ვისაუბრეთ მაგალითად ხო ნუ სადაც თავს კომპეტენტ
ადეკვატურად ვგრძნობ იქ საუბრობ, თუმცა ეგ რაღაცები იმდენად საყოველთაოა და ზოგადი არის, რომ რა ვიცი, სხვა რაღაც. ზოგადი. აქედან მისმოდა, რომ სიყვარულზეც ეგრე არის, ანუ ვერ დაკარგავს. ო, მაგაზე შეგვიძლია ვიჭორავთ. ხო და არ ვიცი, ანუ ზოგადად ხო, ანუ რაღაცნაირად რაღაცისგან დაშორებას, განცალკევება და ცოტა დისოციაცია ქვემოთ ფსიქოლოგიაში უფრო კარგად გაჩვენებს. ან მაგალითად ხანდახან ამბობენ ადამიანები, რომ იმდენად შენია ეს სფერო ან საქმე ან ადამიანი, რომ კარგავს visibility-ს, ანუ ხილვადობას კარგავს და გჭირდება რომ გამოხვიდე გვერდიდან და ვიღაცის გავლით დაინახო ის შენი ადამიანი ან შენი საქმე, რომ ვა, რა მაგარ საქმეს აკეთებ. და ანუ აქამდე ხო იცოდი, მაგრამ იმდენად ყოველდღიური რუტინა არის, რომ გავიწყდება, რომ ეს ეგეთი გადასარავი ან ვერ ხედავ. ვერ ხედავ. ხშირად გავიწყდება ხოლმე რა. მე ხშირად მოვიწყდება რას ვაკეთებ. ხო, ძალიან მაგარ რაღაცას აკეთებ თქვენც და მეც. მე მინდა მიუბრუნდეთ შენ ვარჯიშის გამოცდილებას, მეგონი მან არ და ვიტყვი რა აქამდე მაგრამ ეხლა თავიდან შილს აინტერესებს რა შეიძლება. ცოტა ის ქონდა, რა ქვია, ეპიფინი კი რა ქვია მაგას, ანუ მანქან რომ მოვდიოდით აქამდე შენ მივხვდი რეალურად რატო დაანებე ვარჯიშ თავი, ხო? ხო, ორი მიზეზი ვიპოვეთ თქო, გახსოვს რა გიყვება. აი, მეგონი კაი რაღაც, იმიტომ რომ ბევრს ეხება, ჩვენ მეგონი რაღაც წინა პოდკასტებში მაგაზეც ვისაუბრეთ და გინდა რომ ეგ ორი მიზეზი ვთქვა თავიდან, ხო? ეს შეჯამებულად, თუ არა? არ გითხომს მეგონი. არა, მე მგონი ძალიან ფრაგმენტულად როგორც მახასიათებს თქვი. ერთი ეხლა თქო, ვიტყვი არის, დაალაგებულად. პირველი მიზეზი იყო ის, რომ ანუ აი უფრო მინდოდა რომ მე ვარჯიშა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ნუ ვარჯიში კარგია, და ამას ბევრი არ მეფიქრე, ანუ ბევრი ენერგია მას არ დამიხარჯა ამის გააზრებაზე და ჩემი მიზეზის პოვნაზე, რომ რატო არის ჩემთვის კარგი. ანუ მე რას მაძლევს, ანუ მე ჩემში რა იცვლება, უკეთეს ხასიათზე ვდგები თუ რა ხდება. და ნუ მეორე წონის ნაწილი, რომ კარგად მინდა რომ გამოვიყო. ნუ ისეთი ბანალურია ეგ, რომ აი მე თან არ მყოფნის, თან ადამიანი რომელიც ვიცახ რომ ფემინიზმი და ქალებესტები არა, ნუ აი და მე თვითონ რომ კარგად მინდა გამოვიყურებო და მე თვითონ არ მომწონდა ეს მიზეზი. ამიტომ ეგ არისო ჩემთვის საკმარისი ორი მიზეზი. ეს ერთი. და მეორე რასაც გზაში გიყვებოდი იყო რომ ცოტა მე მგონი პერფექციონისტულად კი არ ვუდგები ზოგადად ბევრ რაღაცებს, ანუ მთლიანობაში ვუდგები, რომ აი ხვალ ყველაფერს შევცვლი. ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ის, ამას ვიზამ. ანუ ბევრი რაღაცის ერთად გაკეთება მინდოდა და გონია რომ აი ხა თუ დავიწყებ ისე ვარჯიშს, ვიტყვი რომ მოდი ხა ჯერ ვივარჯიშებ და ნუ 3, 4, 5, 6 თვე რო გავა, მერე კიდე რაღაცას დავამატებ. ანუ არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი რაც კი რამე არსებობს ჩანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით, რომ ერთდროულად შევცვალო. ამაზე მაგის ძალა არ მეყოფა უფრო. წინა პოდკასტში საუბრობთ. გვიდევს ეგ პოდკასტი ზუსტად მაგაზე რომ ყველაფერს ერთად შეცვლა. ხო და მე ეგეთი წმენა კი ნუ საერთოდ რა, ნუ პროგრამასავით არის ეგ. ხო. ძალიან იშვიათად. იმ ადამიანმა რა უნდა ქნას ვინც აი ვისაც შესავი საქმე ნაპოვნი არ აქვს. პირად ცხოვრებაშიც მაინც და მაინც წარმატებული ვერა, მიდის სავარჯიშო და ხვდება მწვრთნელი, რომელიც ხო ხვდება, ნუ სუდი გამოცდილება აქვს პირველი რა. და ანებებს ვარჯიშს თავს. აი როგორ უნდა იპოვოს თავის თავში ძალა, რომ აი არ ვიცი. კიდე სხვა რამე ცადოს. ხო, მე გეუბნები ხა ყველაზე რთულ ვარიანტს. მათემატიკური თეორია ეგეთი, optimal matching და მაგ გადაკეთეს optimal marriage theory და მოკლედ მანდ არის ესე რა, matching-ების თანხვედრების კეთება პროფესიაშიც ეგრე არის, ბევრი რაღაცის მიღმა ეგ ალგორითმია მათემატიკური, არაფერი უნდა გააგრძელოს და უნდა გააგრძელოს. მაგიტომაც მე ხშირად ანუ იმ ეგ არის რა, ჩვენ optimal matching ეძებ იმ ოპტიმალურ თანხვედრას. შენ გიცდა სხვა პროფესია მაგალითად სასალმეს ანუ მე ძალიან გაგვიმართლა რომ აი მე ეგრევე ხო, ანუ მე ყოველ სამშაბათს ვუტარებ ლექციებს სტუდენტებს ამაზე და ვუყურებ როგორ იკარგება ფსიქოლოგიაში ფსიქოლოგები დარგში, იმიტომ რომ ბავშვები ნელ-ნელა ხრებიან. ანუ ხრებიან ოღონდ განწყობით რა, რომ არ უნდათ, ანუ აქ არიან, იმიტომ რომ თავისთავად აინტერესებთ. ფსიქოლოგია აბარებენ, იმიტომ რომ თავისთავად აინტერესებთ. ეს არის ძალიან ისეთი ტრენდული მიზეზი რა. ბევრი ეგეთ, მაგრამ არა უშავს. არა უშავს, ამაგარი სიტყვა არა უშავს. არა უშავს. კიდევ სადა. კიდევ სადა და შეიძლება ანუ არ არის ეგ მარადიულობა რა, ანუ პროფესიას ერთხელ არ ერჩევ. რამდენჯერმე შეგიძლია რომ ერჩევ. კიდევ სადა. ხო, და კიდევ სადა. ხო, ვარჯიშის კიდევ სადა. ვარჯიში. ბავშვებს მისმენია რომ აი ბავშვი როცა რაღაცას აკეთებს, უნდა
წაახალისო იმით რომ ცადა რა კიდე თქმა უნდა. და არა იმით რომ შემდეგ შედეგი გაკეთე, მიიღო რა რომ თქმა იმას უნდა. мотиваცია და ბავშვებს ყავს ეგეთი MKO, ანუ ის ვინც მეტი იცის და ის ეხმარება ამ თამაშში, ანუ ის გაკეთებაში თქვენ ხართ ეგეთი MKO, რომელიც ეხმარება რა ოდნავ აღონთ რა, იმიტომ რომ ბავშვმა ხო თვითონ ისწავლოს რაც კეთება. ჩვენ ვისწავლოთ საბოლოო ვარჯიში და ძალიან მონდობილებიც არ უნდა ვიყოთ და ის ცოტა გვერდიდან უნდა ეხმარებოდა რა, რომ თან ეუნებოდა რომ ფაზლიცი როგორ უნდა აწყო, ბაბუა ჩემ ეგრე მასწავლიდა. უნდა დადო ცალ-ცალკე ფერების, ჯერ ფერებად უნდა დაალ, მაგრამ მე არ მყოფინდა მაგის ნების ყოფილი. ჩქარა მინდა. ჩქარა მინდა და დიდი სურათის აწყობა, ეგეც რა ხასიათის ნიშანია. ხო და ნუ ეგრე ცოტ-ცოტას ეხმარება. ანუ ტექნიკა, როგორც სანდრო აკეთებდა, მიხსნი და რატომ არის ეს ვარჯიში მნიშვნელოვანი. ხო და შენ როგორი იქნება იდეალური მწვრთნელი? იდეალური ბჭყალებში ხა, მაგრამ აი ხა ახალი სანდრო ნაკლებად კაცრი. ანუ ჩემთან მე მგონია რომ კიდე სხვა თავიდან სუ პროფესიონალებს ავარჯიშებდა და მე ესე ვუთხარ რომ მე არა ვარ პროფესიონალი. მართალი ხარ. მე მგონი იგი იყო გახსოვს ძალიან ბევრს მთხოვდა. კი, სპორტიდან წამოვიდა ჩემი დაკვირვებით ანუ თუმაჩ. იცი ამ ხელა სხვაობა არის ანუ ეხა და მე მიხარდა ყველაფერი ფეხი ეს გაკეთე გაკაია და ნუ და რატო დავშვეს კითხვა იცი მე ყოფილა და მახსოვს როცა პირველად დავიწყე მწვრთნელობა და ძალიან ხშირია როცა ახალ ბედა მწვრთნელთან მიდის ადამიანი და ის მწვრთნელი ანუ ცდილობს რომ რაც შეიძლება ავარჯიშოს ასე რომ ვთქვათ ფიზიკურად დატვირთოს და ამით ახდენს გავლენას და ამით ამბობს რომ აი კაი მწვრთნელია მაგრამ ეს გონია რომ ხო თავის მოწონებაა და მე მინდა იმას უთხრათ რომ აი პირიქით აი რაზე გამახვილო ყურადღება ხა ამდენი ვილაპარაკეთ რომ მოტივაცია ახალისება ერთ მნიშვნელოვნად მოტივაცია და არა მარტო დანახვაზე რაღაცებს რა ანუ არ არის ეგეთი მარტივი თქვენ რო გონიათ რომ აი ჩვენ ეგრევე ხვდებით რა იცი რა არის აი რა შეიცვალა მაგალითად ერთი თვე ვარჯიშობ და ერთ თვეში შეიძლება შეიცვალოს რომ უკეთესად მძინავს უკეთეს ხასიათზე ვარ უკეთესად ვგრძნობ თავს უფრო თავდაჯერებული რა მაგარი რაღაცებია ანუ რამხელა რაღაცები არის რა სუნთქა უკეთესად აი ავია იმდენ რაღაც შეიძლება კიბეზე ავდივარ ვერავდიოდი მაგრამ ნუ აი მე მინდა რომ უკვე ვიყო არ ვიცი მაგრამ იმას უნდა ხო ხარი და ძალიან მაგარ ფორმაში გარეგანი და არა მარტო რა ეგ გარეგნობაც მოდის უბრალოდ ეგრე სწრაფად არ მოდის მე მაგარი ჩელენჯი მქონდა აი როცა სპორტსმენებს ავარჯიშებ შეიძლება ერთხელ უთხრა ანუ ყოფილან ეგეთი სპორტსმენი კი არ მოვარჯიშეები რომ ერთხელ შეიძლება ანახო ერთხელ აუხსნა და ანუ შენზე უკეთესად აკეთებს და ჩემთვის ძალიან დიდი ჩელენჯი იყო მაგრამ ვიძახი რომ ჩელენჯი იყო იმიტომ რომ გამოწვევა იყო რა და მე სიამოვნა თავიდან მაგარი რთული იყო რომ ისეთ ადამიანთან მუშაობ რომელიც ანუ აი მთელი ძალისხმევა ჭირდება და ხო მაგრამ ჩელენჯი არის და ბოლოს უფრო დიდი მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი რომ სპორტიდან რო გადმოერთა შენი პირიქით ეხა იმინა იქით გადავიდა 10 ჯერ ხსნიდი ეხა შეიძლება პროსტა სიტყვიერად აუხსნა და აკეთე ეგეც ძალიან საინტერესოა ეგეც ალბათ ურთიერთობაში მწვრთნელს და პერსონალს შორის როგორც ეძახით ეგეც უნდა იყოს რა ღიად უნდა ითქვას რომ მაგალითად ანუ ჩემთვის ბევრია. აი, მაგის თქმაც ძალიან მნიშვნელოვანი ეგ სივრცე რო გაქვს და უფლება რო გაქვს, რომ უთხრა და არ გეშინია, რომ იცი რა არის, ეს ძალიან ბევრია ჩემთვის, ამას ვერ უშვები. ან შენ რო ესე მეუნები, მე ანუ აღარ მინდა ამის გაკეთება. კომფორტულად მაგზნობდე თავს. ეხლა შენ რო თქვი ცეკვაზე რო რაღაცა მაწუხებდა. ძალიან ბევრი მოვარჯიშე, ვისაც აწუხებს ეგ, რომ აი რაღაც მოძრაობა შეიძლება, იმიტომ არ გააკეთოს, რომ გონია, რომ ვიღაცა უყურს რეალურად მე ვეუბნები ხოლმე, რომ აქ არავის არ აინტერესებს, არავინ არ გიყურებს, მაგრამ ნუ ეს ეგ შეიძლება არ სიამოვნებდეს. არ მიყურებს ამაკაცებში. არ მაგის დაჯერება ძალიან რთულია. და ზოგადად ეგ ახმა რა, რომ ანუ ეგ ძალიან კაი. ხო და აი ჩემთვის ალბათ ყველაზე მთავარი იქნება, რომ ისე თავისუფლად გრძნობ თავს თუნდაც ცეკვის დროს. ყველას მგონია, რომ რაღაცნაირად უნდა რეზონირებდეს ყველასთან, რომ ანუ საბოლოო ჯამში შენს ხელში კარგად თუ გრძნობ თავს, აი მაგაზე ვფიქრობ. მართლა შუა ანუ რა კაი. ვიღაცას წელის პრობლემა რო აქვს ძალიან მაჩო ტიპს და დარბაზში შუაში რომ მოიყვანა აი წელის საჭაკდებებს რო აკეთები. ხო, ანუ თან ვარჯიშ ჭირდება ეგ როგორც ცეკვას რომ მოდუნდე ხარ. ხო, რო რაღაც მოძრაობა გააკეთე. კიდე რა არის კიდე რა შეხედეთ იცი ხანდახან ფიქრობ ხოლმე მაგაზე რომ ამ ტიპს არ უვარჯიშებია და ზოგი ანუ არ უვარჯიშია საერთოდ ცხოვრებაში და ზოგი მოძრაობა სასაცილო არის.
აი რო გააკეთებინო შეიძლება რო არ ვერ ხვდება ჰინჯი რა არის და საჯდომი უკან გაწედა რაღაც სასაცილოა და არა და არაკეთებს რა და ნერვები ეშლება ლოგიკური არის ძალიან ხშირად არის ხომ ჟგუტით გვერდული სიარული ხო იცი ჟგუტი გიკეთა ფეხებზე და გვერდულად უბრალოდ დადიხარ რა ძალიან ბევრი მეუბნება რატომღაც რომ აი ძალიან სასაცილოა ეს მოძრაობა და რატომ აკეთებინებ ჩემთვის ახლა სასაცილო მაგ მოძრაობაში არაფერია ნუ ეგ იმათი კუთხითაც ნუ ისეც არის რომ ვერ ხვდებიან რომ ფიზიკური დატური თავიდან და მე არა ეგეც ხო რა მე მაგას ვერ ჩავწვდი ახლა რატო არის მათთვის სასაცილო ძალიან ბევრს უთქოს ანუ ეს 1-2 არ ყოფილა რა ანუ ძალიან ბევრს უთქოს რეალურად შეიძლება სასაცილოს იყოს კი ბოშხალ ხო არა ეხლა კონტექსტიდან დარბაში რო არ აკეთებდეს იტყოდი რასაკეთებს ხო არა არა მე ჩემ შემთხვევაში ყოფილა რომ აი ხა ამან რა უნდა დამტვირთოს ან რაღაც ან ხო იცი რაღაც თითქოს ადვილ მოძრაობას რო გააკეთებ და მე რომ აი ვაფშე ვერ საერთოდ ვერ აკეთებს და ხო ანუ ეგ აი იმის შეფასება მაგალითად რამდენად რთულია შენთვის ეგ უკავშირიც მნიშვნელოვანია ანუ აი ერთ-ერთი მომენტი რო ყავს სწავლა ამდენ სწავლებადია კიდე მაგაში ხო თქვენ ეხმარებით რეალურად რომ გააზრება მოხდეს პროცესში ანუ თუ კარგად თუ ესე პირდაპირ იღებს იმიტირებას აკეთებს საჩვენებ ეგ კიდე სხვა არის მაგრამ თუ იაზრებს და ეხმარება იმის გაცნობიერებაში რომ ეს ვარჯიში ეს მოძრაობა რას ეხმარება ხო ეგ კიდე უფრო მაგრამ კი მართალია ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეგ კომუნიკაცია ხო მაგრამ თუ არ აინტერესებს მე მგონია რომ ეგ არ არსებობს რომ არ გაინტერესებს. მაშინ გამოდის რომ ისე იღებ შენ, ანუ სწავლის პროცესია რომ წარმოიდგინოთ იგივე რა რომ ბავშვს ასწავლი რაღაცას ესეა. ან ანახებდან რომ გაიმეორე, ან ეუბნები რომ ამის მიღმა რა ხდება. შემო იმ მომენტში მე არ მაინტერესებს მილიონი სხვა რაღაცა და ჩემ გონებაში და ფიქრი მაქვს, მაგრამ ტვინი იმახსოვრებს მიზეს, ანუ რატომ არის ესე, ანუ როგორ ფუნქციონირებს და უფრო დიდი ალბათობა იმისა რომ ეს დაამახსოვრდეს. გეთანხმები. ანუ საბოლოო ჯამში ხომ მაინც აკეთებენ მე. ანუ თუ არა უარს გეუბნებიან და ეგა. ანუ დობის ფაქტორია. ვიღაცა ძალიან უხერხულად ვინც არის ალბათ ეუბნები რომ და მე არ შეიძლება რომ არ გააკეთო. არა მაგაზე არ შეიძლება და ეხა შენი იმიდან დამოკიდებულია თუ შეგიძლია იგი მაგ მოძრაობის რეპლიკაცია კი არა და ანუ რაღაც სხვანაირად გააკეთო ხო რა თქმა უნდა ზია იმ დღეს ხომ მეც რაღაც გავიღვიძე და რაღაც ენერგია მაქვს ხომ მოგიყევი ხა ჩემ ენერგიაზეც როგორი კი მატარებელი ვარ შენ ხო ხა ლექციებს წაიკითხავს და შენ რო უყურებ სტუდენტებს იქიდან ერთს ხედავ რომელსაც ყველაზე მეტად უნდა და შენ ენერგიასაც მეეგრევა რა იმისკენ მიმართა უფრო მეტადაც ძალიან ბევრჯერ მოსულა ჩემთან ადამიანი რომელიც არ ვიცი ხვდები რომ ერთი თვით არის მოსული არაფერი არ აინტერესებს ეხა მე რომ ამას აუხსნა რომ ამას იმიტომ აკეთებ რომ შენ ეხა ეს და რაღაცა აი ხვდები რომ ამ ენერგიას უბრალოდ უაზროდ გავცემ და აი გვერდით შეიძლება მაგასთან ერთად ვარჯიშობს ადამიანი რომელსაც მართლა აინტერესებს რა მაგაზე მქონდა ლაპარაკი რომ ხო ნუ ყოველ შემთხვევაში არ არის აუცილებელი რა თქმა უნდა მაგრამ ნუ ზოგადად აღქმას დამახსოვრებას და მე აღდგენას ну, უფრო გამოუვა იმას, ვისაც გაუზია. იცი რა, მაგ შემთხვევაში მე რაღაც ჩელენჯი მგონია ხოლმე, რომ შეიძლება იმ ერთთვის განმავლობაში მიზანი დაანახო და ანუ ანახო რა ვარჯიში, რომ თავისთვისაც კარგი იყოს, იმიტომ რომ ზუსტად ხვდები რასაც არის. მაგრამ მე ზუსტად ხვდები რომ ვიღაცა რომ მოდის უკვე იცი რომ აი ეს ერთი თვე ან მესამე ვარჯიში არ მოვა და ეს მოვარჯიში ადამიანია. ბევრი ენერგია. მაგრამ არის ანუ აი შეიძლება რა არის რომ შეიძლება და მესმის შენს მაგრამ იქ პირადი ცხოვრება იქ ბევრი რამე გადასანაცვლებელი თავია ჩვენი მაქსიმუმს ვეცადოთ და მე უკვე თან ეხლა ყველა მოძრაობას ეგ ინსტრუქცია ხარ უნდა მოყვებოდეს ესეთი სიღრმისეული აქ საუბარია ალბათ იმ მოძრაობაზე რომელსაც შენ გრძნობ რომ განსაკუთრებით გაუჭირდება ან შეიძლება ის თავიდან აზრს ვერ პოულობს რა ვიცი ანუ ეგეც რა დაკვირვებად და პროცესია აი ამასობაში გონი ნელ-ნელა უკვე უნდა წავიდეთ დასრულებისკენ და უნდა ვკითხოთ ახლა ზოგადი რაღაცეები მაგალითად რასაც ვეკითხებით ხოლმე სხვებს თუ რამის დამატება არ გვინდა რა არა ერთი ვისი სურვებდი კითხოთ მოდი ყველაზე ბოლოს კითხოთ ჯერ აი მაგალითად ვისი სურვებდი პოდკასტში ანუ შემდეგ ხო აი პროფესიის თუნდაც ან ვისი სურვებდი ვის მოусმენდი პოდკასტში რომელიც ვარჯიშთან პოდკასტს რა ქვია იმოძრავე ხო და რა არის ამ პოდკასტის ისეთი პატარა მიზანი რომ მომიყვეთ შეიძლება ჩვენი მიზანი არის აი ერთი
ფორმულირებული. ეს ერთი მიზანია ჩვენ მოძრავე პოდკასტი, რას საკეთებს, ანუ რისთვის შეიქმნა? ჩვენთვის ძალიან დიდი მიზანია რომ ჩვენ ვისწავლოთ. აი ჩემთვის მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანი და ის არის, იმიტომ რომ მე თუ ვსწავლობ რაღაცა ძალიან ბედნიერი ვარ იმ დღის განმავლობაში თუ რაღაც არ ვიცოდი და გავიგეთ ამათაც ეს არის და ჩვენი ცოდნა გავაზიაროთ, იმიტომ რომ დიდი ხანია ამ საქმეს ვაკეთებ და რაღაც სხვადასხვანაირად ვაკეთებ და თან მე სპორტსმენებთან ისინი სხვა რაღაცებთან ერთმანეთს გავუზიაროთ ის მოვიყვანოთ საინტერესო ადამიანები რომელიც თან ვარჯიშზე დაგველაპარაკებიან მაგრამ შეიძლება ის სპორტსმენები ამ წვრთნელები არ მოვიყვანოთ ფსიქოლოგი ესეთი რაღაცები ან მასას საზოგადოებას მივაწოდოთ ანუ გინდათ რომ ხალხმა მოძრაობა დაიწყო მოძრაობისკენ ვარჯიში ტრენდული ხდებაო და ძალიან ბევრი წვრთნელი ანუ იქნება ძალიან ბევრი სკოლები რომლებიც ძალიან ბევრი წვრთნელებს უშვებენ ესე რომ ვთქვათ ბაზარზე. და თქვენ გინდათ რომ რაღაცა სამთვიანი სერტიფიკატები აძლევენ სერტიფიკატს რომელსაც რეალურად ანუ როგორი რაღაცა არის ცოდნა ხო ანუ ომში რომ კენჭით გაგვი სამი თვე ბევრია დაჟე სამი ერთდღიანი სერტიფიკატები არის ხო ანუ გასაგები ანუ სანდო და რაღაც ვალიდური წყარო გინდათ იყოს იმ ადამიანებს ვისაც ეს სფერო აინტერესებს ხალხი ამოძრავოთ ხო, ну მაშინ მე ვისურვებდი, რომ არა მარტო მწვრთნელი ან თქვენ რასაც ვარჯიშობთ იმ სფეროდან იყოს, არამედ იყოს მოძრაობის ადამიანი, იყო სხვა სფეროდან. აი ეგ არის მოცეკვავე. მაგ რატომაც არა, მაგრამ 5 რითმს ვეკვავ, მე და მოიყვანეთ 5 რითმს მასწავლებლები. შეიძლება იყოს მსახიობი, რომელსაც მოითხოვება რაღაცა როლისთვის ფორმაში ჩადგომა. ეგ ვიდრეს დაგვიწერეს და ნინო მარგოლაშვილი მოიყვანეთ, იმიტომ რომ გაინტერესებთ რა ისეთი თემი, რასაც მე ვერ გპასუხობთ, იმიტომ რომ ჩემი კომპეტენცია არ არის და ძალიან მაგარია. პროფესიონალი და ადამიანი და ძალიან საინტერესო. კონკრეტული ადამიანი გითხრა, ვისაც ისურვები და მე დაურეკავ და მე ვეტყვი მოდით. არც მოგუსმენია. კი, კაი, ძალიან კარგი. რა იყო შიოს? შიოს კითხვა ძალიან დავინტერესდა. შიოს კითხვა რაც ოქროს თევზთან. ერთი სურვილი. და ერთი სურვილი. ეს რატო არ მაქნა ნახე, რა ყოფილი. ჯერ არდეს. ჩვენ ხო წინასწარ ვამზადებ და არდეს. რა, მითხეთ რა არის? ესე იგი ოქროს თევზი რო იპოვო და ერთი სურვილი კონტეს რას? 3 აქვს ოქროს. ხო და ჩვენ ერთი შიომა 3 ყო და ჩვენ ერთზე ჩამოვიდა. რატო დრო გაქვს ცოტა? სამი ზარი. აი ორს წავიღებ და ერთს. შენი ანუ არის ჩვენი. 3-დან ის ერთი სურვილი იქნება ისეთი. კონტექსტური უნდა იყოს მოძრაობა. არა ნებისმიერ არა გონც ახლა. და ის რო ეხა კიდე ერთი თევზი მყავდეს მე პერსონალურად რომელიც 100 სრულს ამისრულებს ეგეც არის. არა ეგ დაყალბება. ეგ დაუწერელ წესებში წერია რომ სრულებს ვერ მომრავლებს. ვიცი ბავშვაში ეგრე არ ანუ მოდი მაშინ უფრო მივიცეთ მიმართულება მაშინ იყოს მოძრაობის თემატური. ანუ თემატური და ეს ჩემი თემატური მომაშო. 4 როგორ დაიმა? 4 ჩვენ ყველა 5-იც არის. ვიმახსოვრ ყველაფერს. აი 4 კი არა უფრო მნიშვნელოვანს ვიტყვი რომ ყველა ის რაღაცა შინაგანი ერაზეც ახლა ვილაპარაკეს ძალიან კომპეტენტური სახით და თეორიებში. აი რეალურად პრაქტიკაში მინდა რომ აი შინაგანი мотиваციები და შინაგანი მიზეზები ვიპოვო ყველაფერს რაც ვაკეთებ. ჩვენი აი სურვილი. ჩემთან ახლოს რამე არა. საქმეში, პირად ცხოვრებაში, ბავშვებთან ერთად ყველაფერს. კარგი სალამი და ასევე უნდა გთხოვოთ რომ შემდეგ ხო კითხვა დავუწყო. სტუმარი დავუწყო. იქ ძალიან კაია. და მოძრაობას ნაკავშირებული. იცი რაც გინდა. აუ, მე მგონი ჩემთვის თემატური როგორ ხარ? რო კითხო. კაი კითხვა. ძალიან კაი. როგორ ხარ? და ის რომ მიპასუხოთ. შემდეგ სტუმარს მივდრე სალომე ვაჩნაძემ დაგიტოვა კითხვა და ძალიან სერიოზული სახით როგორ ხარ? პირილს რო იწყებს. აღარ შეაფასოს როგორ არის? მართლა შეაფასოს. კი არა, ანუ როგორ ხარ? კარგად არ მე. არა, ჩვენ უნდა თქვას რომ ეხა ამ მომენტში როგორ ცხოვრობ რასაც ვაკეთებ ვარ, ანუ ჩვენ კონტექსტს მივცემთ. როგორ ხარშია გულისხმობთ. და მე შევამოწმებ. აუცილებლად ჩვენ ყველაფერს მოვუყვებით სალომე როგორ გულისხმობთ ამ როგორ ხარში რას გულისხმობთ და მე გაგვცეს პასუხი. ოკეი. დიდი მადლობა თქვენ. -4 კილო.